სააკაშვილო მაშინ ვერ გაბედა აგენტურა აღმოეჩინა ეკლესიაში, როგორც ამას აკეთებს ახლა ფაშინიანი. გალეგინი იყო სავარაუდოდ კი არა და ჯაშუში და შესაბამისად რუსეთის გავლენის აგენტი იყო. სომხური საზოგადოების მზაობა იმისათვის, რომ შავი და თეთრი გაარჩიოს. პასუხი რუსეთის მხრიდან არის, რომ არა, გინდა თუ არა ჭაობში და კორუფციაში უნდა იყო. ანუ რაში დაჭერდა რუსეთს აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული რეიდი, რომელსაც შეეწირა 2 ადამიანი. აი ამ თელ თამაშში ალიევმა ძალიან მაგრად მოუგო პუტინს. სად დაუშვა შეცდომა? რატო დაუშვა შეცდომა? იმიტომ რომ სუფთა ხელთათმანებით ამ KGB-ს და FSB-ს ხალხს ვერ ებრძვა. ეხლა სომხეთში ამბობენ, რომ ჩვენ არ დავუშვით ივანიშვილი 2 გეგმა. დიდი ეკლესია სხვა რა გაშენებული. არ ვიცი, მას უნდა რომ იქაური საზოგადოება იყოს მთლიანად კორუმპირებული, იმპოტენტი და დამოკიდებული კორუმპირებული. და იყოს რუსეთზე უარეს ქვეყანა. და რაც მთავარია, ჩვენთვის ეს რას ნიშნავს? ახლა უნდა გადაწყვიტოს ალიევმა, სომხეთი მას სჭირდება პარტნიორად თუ მტრად. ჭადრაკში. რა უბედური კაცი ყოფილა. და სომხეთში საერთოდ იბადება იდეა ევროპული ინტეგრაციის. ალიევს არ გამოუვა ერთად დაუპირისპირდა რუსეთსა და სომხეთს. რას ლაპარაკობს ისე დღეს, აი ანუ ისტორია ეგეთი რაღაცა არის, ხო, ისტორია. მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე გაგვა სიტაძე ვარ. გასულ კვირას ვთქვი, რომ ჩვენს დღევანდელ გადაცემას გავაკეთებდი სომხეთზე. და ასეც არის, თუმცა ამ კვირის განმავლობაში იმდენი საინტერესო მოვლენა მოხდა აზერბაიჯანში, რომ ჩვენ რასაკვირველია აზერბაიჯანის თემასაც შევეხებით, საბოლოო ჯამში ჩვენ სამეზობლოში მიდის უკიდურესად მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენზე. რუსეთთან დაეძება ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს. ეს რომ ვინმეს ეთქვა რამდენიმე წლის წინ, ალბათ ძალიან გავიკვირვებდით და ასეთ სცენარს თითქმის წარმოუდგენლად მივიჩნევდით, მაგრამ ის რაც ხდება დღეს ჩვენ სამეზობლოში, ეს არის მოვლენების იმ ტიპის განვითარება, რომელიც მართალია ძალიან უჩვეულოა, მაგრამ ეს არის ისტორიული მოვლენები და ეხლა უნდა გავარკვიოთ, გავაანალიზოთ, იქნება თუ არა რუსეთთან, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის დაპირისპირება შეუქცევადი პროცესი, თუ მოახერხებს რუსეთი ამ ურთიერთობების დარეგულირებას და სად ვართ ჩვენ, როდესაც 2 ქვეყანა ჩვენ სამეზობლოში იღებს ძალიან მკაფიო კურს რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობებით და რუსეთის მთავარი დასაყრდენები იყვნენ ამ რეგიონში, ეხლა ხდება სულ პირიქით. საქართველოში გვყავს რუსი ხელისუფლება, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში მიდის აბსოლუტურად განსხვავებული პროცესები და ეს პროცესები ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ 2004 წლის შემდეგ დაწყებულ პროცესებს, ანუ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულ პროცესებს საქართველოში და ის რაც ხდებოდა საქართველოში 2000-იან წლებში, აი ეს პროცესები მიმდინარეობს ეხლა სომხეთში, ვნახოთ აზერბაიჯანში როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ სომხეთის მოვლენებთან პირდაპირ კავშირი შეგვიძლია დავინახოთ და ამიტომ დღეს ეს გადაცემა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ძალიან საინტერესო სტუმრები, გიორგი თუმასიანი, გიორგი დარჩიაშვილი და ბექა კობახიძე. მართალია, მაინდა-მაინც კარგი არ არის საკუთარი არხის პოდკასტის ერთ-ერთი სტუმრის დაპატიჟება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავთვალე, რომ ბექა შეუცვლელია ამ თემაზე სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს ის რეგიონალურ ჭრილში. მოდით დავიწყოთ თავარი ამბით, რომელიც გახდა ცნობილი, ჩახალიანი არის დაკავებული სომხეთში, პაშინიანმა დააკავა. ჩახალიანის გვარი ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის არის ნაცნობი, ის დააკავა სააკაშვილმა, მას ედებოდა მტრული სახელმწიფო სასარგებლოდ მუშაობა და ის გამოუშვა ქართულმა ოცნებამ როგორც პოლიტიკური პატიმარი. და ზუსტად იგივე ბრალდებით დააკავა ეხლა პაშინიანმა. მოდით ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, უახლოესი მოვლენები დავიწყოთ, რა ხდება, აი ჩახალიანის ამბები მოგვიყავი გიორგი, როდის წავიდა ის სომხეთში, რა საქმიანობით იყოს დაკავებული და რის საფუძველზე დააპატიმრა ახლა პაშინიანმა.
მოგესალმებით ეკა, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება და ჩახალიანის დაკავება არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი აი ამ პროცესის, რადგანაც ბოლო კვირების განმავლობაში მოხდა იმდენი მნიშვნელოვანი ფიგურის დაკავება, ვინც უშუალო კავშირში არის რუსული აი ამ გეგმის სახელმწიფო გადატრიალების, რომ ბუნებრივი იყო, რომ ჩახალიანიც იქნებოდა აი ამის ნაწილი და ფაშინიანი მისი დაკავების ბრძანებასაც მისცემდა საბოლოო ჯამში, რადგანაც 2020 წლიდან ყარაბაღის მეორე ომიდან დაწყებული, როცა ეს ჩვენ ვიცით, რომ რუსეთისთვის მთავარი მიზანი იყო ყარაბაღის ომის მათ შორის გამოყენება ფაშინიანის ხელისუფლების ცვლილებისთვის, 9 ნოემბერს უკვე იყო 2020 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჩახალიანი ჩადის სომხეთში და იწყებს ძალიან აქტიურ უკვე პოლიტიკურ და სამოქალაქო მოღვაწეობას ბჭყალებში, რომელიც გულისხმობს აი ამ ანტი სახელისუფლებო ფაშინიანის წინააღმდეგ პროცესებში ჩართვას. და რაც უფრო დრო გადის და ეს პროცესები იცვლება, მათ შორის როცა შარშან დაიწყო ეგრეთ წოდებული წმინდა ბრძოლა, რომელიც ერთ-ერთმა არქეპისკოპოსმა ვაზგენ გალესტანიანმა დაიწყო და რომელიც ახლა დაკავებულია როგორც მთავარი ბრალდებული, ესე იგი სახელმწიფო გადატრიალების ამ საქმეში, მისი მომხრე, აქტიური მომხრე იყო, იმიტომ რომ რაღაც კრუნკ ორგანიზაცია, კამკ მგონი, ორგანიზაცია შექმნა, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებას რაღაც ნაწილი საზოგადოების, რომელზეც მას გავლენა გააჩნია, მათ შორის დაუშვათ წარმოშობით საქართველოდან სომხების, რომლებიც ცხოვრობენ სომხეთში პირობითად ან ზოგიერთ რეგიონებში, სადაც მას იცნობენ, ანუ ცდილობდა ამ მიმართულებით აქტიურობას. რა თქმა უნდა, ეს ერთი რგოლი არის, იმიტომ რომ ჩახალიანი როგორც ჩანს, აი ამ ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფები არის სამվել კარაპეტიანის, ანუ რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანის მიმართულება, რომელიც ძალიან აქტიურია, ამავდროულად გალესტანიანმა შექმნა პრაქტიკულად სამხედრო ელემენტები, ანუ სამხედრო გადატრიალების საქმეში არის ჩვენებები და ფაქტები, რომ 200 ჯგუფის შექმნა იგეგმებოდა 20 კაციანი და პარამილიტარიზებული ანუ ესეთი ჯგუფები, ვისაც უნდა იარაღი ქონოდა და დიდი რაოდენობის იარაღი არის ამოღებული. შესაბამისად, ჩახალიანი დიდი ალბათობით აი ამ საქმესთან არის დაკავშირებული სწორედ. გასაგებია და ჩვენ ანუ სომხეთში ამბები რომ დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები და ეს ყველაფერი ერთხმა რასაკვირველია დაკავშირებულია რუსეთის გავლენებთან ბრძოლასთან და რუსეთის გავლენის შესუსტებასთან სომხეთში, ამას წამოეწია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივად აი წარმოუდგენელი ამბები აზერბაიჯანში. ბექა, აზერბაიჯანის ამბებიც მოვყვეთ რა მოხდა ამ ბოლო ერთ კვირაში და ეს რასაკვირველია, ასეთ მოულოდნელად არ განვითარებულა, ამას თავისი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდა და მე უკვე შემდეგ დავიწყოთ იმის ახსნა და იმის ანალიზი, თუ რატომ განვითარდა ამ მიმართულებით ეს პროცესები და რატომ დაიწყო ორივე ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და რამ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი? ხო, პრინციპში ეს ბოლო ერთ კვირაში რაც მოხდა, აი პირველი ანუ როგორც სწორად თქვი, შეგვიძლია ძირეულ მიზეზებზე ოდნავ მოგვიანებით ვლაპარაკოთ, მაგრამ აი ესკალაციის სპირალი ერთ კვირის წინ არ დაწყებულა ჩემი აზრით, პირველი საწყისი წერტილი მაინც არის აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება, რომელიც ახლობთ 2 თვის წინ იყო, ხო? სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდებაც და ათეულობით აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა და ანუ იცი გაატარეს, რამ სუბუქად არ ყოფილა ხმამაღალი არც ბოდიშის მოხდა, არც კომპენსაცია, არც რაღაც სამგლოვიარო ცერემონიები, დაიწერა რომ პუტინმა დაურეკა ალიევს და პირად საუბარში მოუბოდიშა და ეგეთ რაღაც არ ხდება. ხო, როცა რაც ინციდენტთან გვაქვს, საჯარო ინციდენტთან გვაქვს საქმე პოლიტიკაში რეაგირებას, ხო, პოლიტიკაში რეაქციაც საჯარო უნდა იყოს, ახლა მე რაღაც ზუგს უკან ესე გითხარი, ასეთნაირად არ გამოდის, ხო? ამის შემდგომი მოვლენა არის უკვე, როცა აი ბოლო ხანებში რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყველა უცხოური გავლენის ორგანიზაციას ხურავს. და ანუ ასე რომ ვთქვათ, არტიკულირებული იყო, რომ USAID-ს ეხება ეს, მაგრამ USAID-ს მიაყოლეს თუ USAID მიაყოლეს ამ რუსკი დომებს, ხო, ან რუსულ სახლებს, რომელიც არის ხლა უნდა მაყურებლებს უნდა განუმარტოთ ეს რუსკი დომ რა არის.
ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი არის. აი როგორც რომ კომინტერნი იყო თავის დროზე საბჭოთა კავშირში, ხო? ანუ კომინტერნში მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის საგარეო ურთიერთობების, რომ ეს რუსული სახლები თავის გარშემო იკრავდნენ გავლენის ჯგუფებს იმ ქვეყნებში, სადაც ეს რუსული სახლები არის გახსნილი. ეს ყველაფერი ხდება რუსული ენის, კულტურის გავრცელების ბილი ძალა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობდა, ხო? კი ბატონო, ხო და ათწლეულების მანძილზე ალიევის სანამ ყარაბაღის კონფლიქტს გადაწყვეტდა ის, ამას იტანდა, უფრო მეტიც, არა მხოლოდ იტანდა, არამედ ფართო გასახანი ჰქონდა რუსულ ენასა და კულტურას აზერბაიჯანში და ალიევი ცდილობდა რომ სომხეთთან შეექმნა უფრო კონტრასტი. რომ აი მე ამდენ აი რო დადგებოდნენ სიტყვაზე ლავროვი და ჯეიხუნ ბაირამოვი, ხო? აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი ასე ვთქვათ სალაპარაკო თემა talking point-ი სწორედ ეს იყო რომ ბაირამოვი აუცილებლად ჩამოთვლიდა რომ ამდენი ასეული სკოლა არის რუსული ჩვენს ქვეყანაში, რომ ამდენი 1000 მოსწავლე ამთავრებს ყოველწლიურად, რომ ლომონოსოვის უნივერსიტეტი გვაქვს, რომ ამდენი 1000 სტუდენტი მიდის რუსეთში სასწავლებლად. მოკლედ ამ რუსული სივრცისთვის, რუსული სამყაროსთვის აზერბაიჯანი არის გახსნილი ქვეყანა. ამაზე იყო აპელირება და ეს სჭირდებოდათ სწორედ აი ამ ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში რუსეთის მოსამხრობად, იმიტომ რომ 2018 წლიდან სრულად საპირისპირო პროცესები დაიწყო სომხეთში, როცა ფაშინიანმა მოუჭირა, ასე რომ ვთქვათ, აი ამ რუსული ენის გაქანებას, ხო? მაგრამ აი თუ ეხლა ჩავალთ ჩვენ ძირეულ მიზეზებში ამ კონფლიქტისა, ანუ რაში დაჭირდა რუსეთს აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ ეკატერინბურგში დაწყებული რეიდი, რომელსაც შეეწირა 2 ადამიანი. ხო, კარგი, ისო მაგაზე ვლაპარაკობ. ხო, მე უკვე ფესებზე წავალთ ცოტა მოგვიანებით. ხო, ანუ ალიევმა დახურა ეს რუსული სახლები, მაგრამ წინა პლანზე გამოიტანა რომ აი USAID-ს ხურავდა, ამ USAID-ს მივაყოლეს რუსული სახლები. ანუ პროვოცირება პირდაპირ მაინდამაინც არ გაუკეთებია. სახის შენარჩუნებას სადა რუსეთისთვის, რომ აი მე რუსეთს კი არ ურტყავ, არამედ უცხოურ გავლენას ურტყავ, აი დასავლურ გავლენას ურტყავ და არა მარტო რუსებს, არამედ ამერიკელებსაც. მაგრამ თავარი ახლა USAID-ის გავლენაა და საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციების გავლენა დღევანდელი მდგომარეობით აზერბაიჯანში იყო მინიმუმზე დაყვანილი, მინიმალურესი იყო. აქ თავარი იყო რუსკი დომების დახურვა. ეს გააკეთა და ოღონდ იმ ფორმით რომ არ გამოეწვია, ანუ რუსეთის სახე არ დაეკარგინებინა, არ გამოეწვია რუსეთის პირდაპირი პროვოცირება, მაგრამ რუსებმა ეს ხო გაიგეს ხა რასაკეთებს ალიევი, ხო? და პროვოცირდნენ. ამის საპასუხოდ ის დიასპორების ხელმძღვანელები, რომლებიც არიან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, აი სრულად ვულგარული ფორმით იყვნენ დაკავებულები, ანუ კაცმა გააჩერა მაგალითად მანქანა და რაღაცა ჩაკუჩით მივარდა რუსის სპეცრაზმელი და ჩაკუჩით უმტრავს მანქანის პანჯერს, ეს კაცი არცად არ გარბის, კაცო, გადმოდის ემორჩილება, მაგრამ ეს აი სპეციალურად ძალიან გადმოათ, რომ რაღაცა ჰოლივუდური შოუს ელემენტებით იჭერენ ამ ხალხს, მე ვიღაცას უვარდებიან სახლებში, შიშველს, აი ბოდოშალიკიანი რო დაიჭირეს თავის დროს დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში შიშველს დაადგებიან თავს და უღებენ და მე გამოდებენ ამას, ან შეურაცხმყოფელი ფორმით გააკეთეს ეს ყველაფერი. ამის საპასუხო დამატებით ალიევმა უკვე სპუტნიკის ჟურნალისტები დაიჭირა, სპუტნიკი ახლა რო აუხსნათ აყურებენ ალბათ ბევრმა უმრავლესობა მიცის, მაგრამ ვინც არ იცის, რომ ვთქვათ სპუტნიკი არის ეს პროპაგანდისტული რუპორის ქსელი, თავარი ქსელი აი ამ პოსტსაბჭოთა ანუ რუსულენოვან სივრცეში შეიძლება ითქვას. რომელიც ჩვენთანაც საკმაოდ მოძლიერებულია. ჩვენთანაც ქართული სპუტნიკი არსებობს, კი ბატონო. ამის საპასუხოდ კიდე დამატებით დაჭერები მოხდა რუსეთში და ბოლოს უკვე ალიევი ამბობს, რომ მე დავხურავ რუსულ სკოლებს. ან ეს რუსული სკოლები გადაკეთდება აზერბაიჯანულ ენოვან სკოლებად, რაც არის 180 გრადუსით შემოტრიალება იმისა, რასაც მთელი ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანული პოლიტიკური ლიდერშიპი ამბობდა, რომ ჩვენთან ამ რუსულ კულტურას, ენას, სკოლებს, უნივერსიტეტებს აქვთ დიდი გასახანი. ეს არის აბსოლუტურად კარდინალური შემოbrunება, რაც
პრინციპში მე როგორც ისტორიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ არ იყო მოულოდნელი, მოსალოდნელი იყო ეს ადრე თუ გვიანი მოხდებოდა, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ როცა ისტორიულ ფესვებზე ვილაპარაკებ. მოგეთ დათო, ეს ყველაფერი მაინც დაიწყო ყარაბაღის მეორე ომით, ხო? ესკალაცია. ანუ მოდი დავიწყოთ იმით, რომ უпростоრად დაიწყო იმით, რომ პაშინიანის ფიგურა რომელმაც შეძლო რევოლუციის გზით მოეშორებინა ყარაბაღის კლანი ხელისუფლებიდან და ამით ფაქტობრივად რუსები გაანაწყენა, რადგან ეს კლანი იყო ძალიან ახლო კავშირში რუსეთთან და რუსეთის ინტერესების პირდაპირი გამტარებელი იყო ქვეყანაში, რომელიც იყო მთლიანად დამოკიდებული რუსეთზე, მიბმული რუსეთზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძევლადაც იყო აყვანილი რუსეთის მიერ. პაშინიანი შემოვიდა განსხვავებული პოლიტიკური ფიგურა, განსხვავებული წარსულით, განსხვავებული ხედვით და ეს გახდა პრობლემა რუსეთისთვის. და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ პაშინიანის პრობლემა მოეშორებინა. და გავრცელებული მოსაზრებით სწორედ ამას უკავშირდება ყარაბაღის ომის გარკვეულწილად. აი ეს რო გავაგრძელოთ ეს ამბავი, ეს კონტექსტი რო ავხსნათ ნელ-ნელა. კი, პრინციპში რაც თქვი, ეგ არის ამ ისტორიის არსი ალბათ. ბუნებრივია ახლა ნებისმიერი ისტორია კიდევ დამატებით ნიუანსებს შეიცავს ეს 20-20-ის ომი, ისევე როგორც პაშინიანის მოსვლა ხელისუფლებაში 2018-ში ცარიელ ადგილზე არ მომხდარა ეს დაპირისპირებები სულ იყო, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წლების განმავლობაში გრძელდებოდა, აი ცნობილი პრინციპში მცირე ომი იყო 2016-ში. როდესაც აი პირველად აზერბაიჯანმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა იმ ოკუპირებული ზონიდან. ერთი სოფელი. რაღაცა და პლუს 1-2 გორაკი თუ სიმაღლე. ხო, და მეორეს მხრივ კიდე ეს დაპირისპირება სომხურ საზოგადოებაში პოლიტიკურ სპექტრში, ესეც საკმაოდ ძველი ისტორია, დრამატული ისტორია. არ ვიცი, აი გახსოვთ თუ არა, ისეთი დრამატული ელემენტები არის სომხეთის თანამედროვე ისტორიაში, როგორც იყო აი ვაზგენ სარქისიანის და დემირჭანის მკვლელობა პირდაპირ პარლამენტის შენობაში რის გამო მოკლეს 98 წელს. იქაც შეიძლება ითქვას, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ხელთ აი უთხოვარი მასალები ამის სამტკიცებლად, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იქაც ჯერ ლევონ ტერპეტროსიანი ფიქრობდა როგორმე კომპრომისისთვის მიეღწია აზერბაიჯანთან, ამისთვის ის ჩამოაცილეს ხელისუფლებას, ეს შიდა სასახლის გადატრიალების მომწყობი იყო თავდაცვის მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, მერე უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა იგი, მაგრამ მერე თვითონ ვაზგენმა დაიწყო თითქოს აი ამერიკელებთან დაახლოება და აი შეეწირა ამ ყველაფერს. შეიძლება ვივარაუდოთ, საკმაოდ ლოგიკური ვარაუდია ესა. ისევე როგორც ლოგიკური ვარაუდებია, რაც თქვით, რომ რუსეთს ოღონდ პაშინიანი მოაცილებინა, ყველაფერზე წამსვლელია, ხო, ესეც ხო, სინამდვილეში პაშინიანს რაც არ უნდა სურვილები ჰქონოდა განსხვავებული, ის მაინც იყო სიტუაციის მძევალი, როგორც იმიტომ, რომ სომხეთი იყო სიტუაციის მძევალი, ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში, მას არანაირი სივრცე არ ქონდა მანევრირებისთვის. ხო, ამიტომ ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა რუსეთისთვის ეს არ უნდა ყოფილიყო წესით, ხო? რამდენადაც მე მესმის. კი, თუმცა აი მან ერთვება ესეთი სუბიექტურ პიროვნული მომენტებიც. ერთი რაც შენ აღნიშნე, ეს არის რომ სრულიად უცხო სხეულია პუტინისათვის, ანუ ის არ ეკუთვნის იმ კაგებისტურ სპეცსამსახურების და რაღაცა თქვა კრიმინალიზებულ და პლუს ნომენკლატურულ ელიტას, როგორიც რუსეთშია და როგორიც იყო პრინციპში მეტნაკლებად სომხეთშიც, ხო? ამათ არ ეკუთვნის. აი ის მართლა რევოლუციური, ესე ვთქვათ, სახალხო, გარკვეულწილად პოპულისტურიც ნაკადით არის მოსული. ასეთებს პუტინი, აი განსაკუთრებით ასაკში შესული პუტინი, ვერ იტანს, ორგანულად ვერ იტანს მათ და აი უკრაინასთან მისი დამოკიდებულებების გაუარესებაში ამანაც იმოქმედა იქონია დიდი როლი. ხო, ეს მომენტი არის. პლუს აქ არის კიდევ აი შურისძიების განცდა, რომელსაც პუტინი ვითარებდა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო მასთან კოჩარიანი, წინის ლიდერი სომხეთისა.
ეს დაახლოებული იყო პიროვნულად პუტინთან და უცებ აი პაშინიანი მას სწორედ პიროვნულად ურტყავს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იღწურება და ასე შემდეგ. ამასაც ხაიჭირა კოჩარი. და თან პლუს ისე დაიჭირა რომ ანუ ის რაღაც გმირის მითოსი ამ ყარაბაღის კლანის წევრებს ჩამოაცილა აი უდიდესი კორუფციული სკანდალის გამომჟღავნებით, რომელიც იყო ძალიან მასშტაბური და აი მართლა დადიოდა ჯარისკაცებისთვის რაღაცა საკვების მოპარვაზე და ერთი ეპიზოდი მახსოვს არ მოვიცნობა გენერალის სახელს ვერ უხსენებ, რომელსაც ზოოპარკი ქონდა. აი მაგ უნდა მეთქვა დათვალიერება. კონსერვებსაც ინახავდა, რო აჭმევდა ვებხობს ჯარისთვის განკუთვნილ კონსერვებს რო იმიტომ რომ ანუ შეხედე 94-ში მორჩა ეს პირველი ომის პერიპეტიები მორჩა, მაგრამ და ნუ ეს არის პირველ ეტაპზე არიან გმირები, რომლებიც იბრძოდნენ დედასამშობლოს დაუბრუნეს ყარაბაღი აქციის შემდეგ, მაგრამ ნუ გავიდა ხა რამდენი 25 წელი გავიდა იმის მერე ლამის და ნუ ხალხს უნდა ცხოვრების გაგრძელება ხა 25 წელი ყარაბაღის ომი მოვიგეთ და ამით ვამაყობთ ხოლმე ამით ხო ვერ იცხოვრებ ადამიანი, ანუ ქვეყანა უნდა განვითარდეს, რაღაცა პერსპექტივა უნდა გქონდეს და ამის ნაცვლად რაც სომხეთში ხდება არის ის რომ ეს ხალხია ეს ყარაბაღის გმირები ბჭყალებში ეს კლანი ფაქტობრივად პრივატიზებას უკეთებს მთელ ქვეყანას და მართავს როგორც საკუთარ კორპორაციას სრულად ფეოდალურად ასე რომ ვთქვათ ინაწილებს ქონებას და ამას აკეთებენ რუსული პატრონალიზმით თან. იმიტომ რომ სომხური ეკონომიკის დიდი ნაწილი უკვე გადასული არის რუსეთის ხელში და ანუ აი ეს კლანი და რუსეთი არიან მომგებიან პოზიციაში ორივე, მაგრამ სომეხი ხალხი რომელიც ძველი კულტურული ერი არის, ძალიან ძველი კულტურული ერი არის, ამის მსხვერპლია, ანუ არავინ არ არის კმაყოფილი გარდა რუსეთისა და ამ კლანისა, ხო? და სომეხი ხალხის მოთხოვნა 2018 წლის რევოლუცია როცა მოხდა არ ყოფილა ეს რომ ჩვენ გვინდა ნატო და ევროკავშირი და ჩვენ პროდასავლური პოლიტიკა გვინდა. მაგიტომ ამბობ რომ ის ვერ შეცვლიდა პაშინიანი ვერაფერს რადიკალურად, ხო, არც აპირებდა და ვერ შეცვლიდა, ხო? ვერ შეცვლიდა, ხო? ანუ რევოლუცია მოხდა ჭაობიდან ამოსასვლელად. ანუ სომეხმა ხალხმა თქვა რომ ჩვენ ჭაობი კორუფცია არ გვინდა და ამ დროს ამისი პასუხი რუსეთის მხრიდან არის რომ არა გინდა თუ არა ჭაობში და კორუფციაში უნდა იყო. ხო, ანუ ესე უტრირებულად რო ვთქვა ცოტა, იმიტომ რომ რუსეთი აგრძელებს ამ კლანის ყარაბაღის კლანის მხარდაჭერას მას შემდეგაც რაც რევოლუცია ხდება და პაშინიანის წინააღმდეგ იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ხო? რუსეთის საელჩო მძიმე კომენტარებს აკეთებს 2018 წელს და მოკლედ ეს ესკალაცია იწყება. ანუ რუსეთის რომ გაეგონა სომეხი ხალხის ხმა და ეთქვა რომ კი ბატონო, თქვენ ახლა ოღონ საგარეო პოლიტიკური პარადიგმა არ შეცვალოთ და ოღონ გეოპოლიტიკური ვექტორი არ შეცვალოთ და კი ბატონო, მე თვითონ მოგეხმარებით რომ კორუფციიდან ამოვიდა ეს ქვეყანა და განვითარება დაიწყო. პრინციპში ბექა რუსეთის პრობლემა, რუსული იმპერიალიზმის პრობლემა, რუსული გავლენის პოლიტიკის პრობლემა სწორედ მაგაშია, რომ მას მხოლოდ ის კი არ უნდა რომ რაღაცა გარკვეული სტრატეგიული პოზიციები გქონდეს სამეზობლოში თუ რა ვიცი სირიაში თუ აფრიკაში. არა, მას უნდა რომ იქაური საზოგადოება იყოს მთლიანად კორუმპირებული, იმპოტენტი და დამოკიდებული კორუმპირებული რაღაცა უარეს ქვეყანა. ხო, სამწუხარო აი ყველაზე ცუდი რუსეთში ეს არის და არა ის რომ ეხლა ყველა სხვა ანგელოზია და არავის რაღაცა სტრატეგიული გეგმები არ აქვს რუსეთის გარდა. როგორ არა, მაგრამ აი ეს სოციალური ფაბრიკის გახრწნა როგორც რუსეთს შეუძლია, ესე ნაკლებად თუ ვინმე მას შეეჯიბრება ამაში და ნუ პრინციპში პაშინიანის წინაშე 2020 წლამდე იდგა მე მგონია Mission Impossible. ანუ მას უნდოდა თან რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში დარჩენილიყო, იმიტომ რომ ნუ ყარაბაღის სხვანაირად შენარჩუნება არის შეუძლებელი, მაგრამ მეორეს მხრივ უნდოდა თან სომხური საზოგადოების გაჯანსაღება, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპებზე გადაწყობა და ნუ მესამე ასპექტიც არის მან, რასაც მე პაშინიანს ჩემი პატივისცემის მიუხედავად დიდ შეცდომად უთვლი, ანუ ეს ხო არის რომ ერთი მხრივ რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ სტრატეგიული ქოლგის შენარჩუნება
და მესამე მხრივ აი ის პოპულისტური განცხადება რომელიც იძულებული იყო გაეკეთებინა თუ ცდუნება ჰქონდა და ამ ცდუნებას აყვარო გაეკეთებინა, როცა 2019 წელს მან თქვა, რომ ყარაბაღი არის სომხეთი, წერტილი და ნუ ჩავიდა და შუშაში იქ ქორწილში იცეკვა, ხო? ამან, ანუ სამეცნიერო ტერმინი არის, სოციალისტთან შეუთავსებელიო რა, რომ ეთქვა. ანუ ერთი მხრივ, ანუ ერთდროულად როცა ხარ სომხეთის პატარა სახელმწიფო და საკუთარი ძალა არ გაქვს იმდენი და ერთდროულად უპირისპირდები ალიევსაც და პუტინსაც, ხო, ნუ შედეგი აუცილებლად იქნება ის, რომ ისინი შეკავშირდებიან და დაგარტყამენ. ანუ ეს მოხდა. ანუ, როდესაც დაიწყო ყარაბაღის მეორე ომი და აზერბაიჯანმა დაიწყო შეტევა ყარაბაღის მიმართულებით, ხო? ეს ამბავი რუსეთის ანუ იყო თუ არა რუსეთის განხელშეწყობილი, ანუ მწვანე შუქი აუნთო თუ არა რუსეთმა და იყო თუ არა ეს რუსეთისთვის პაშინიანის დასჯის მცდელობა. როგორ ფიქრობ, გიორგი? რა თქმა უნდა, იყო პირველ რიგში თუ შევხედავ ჩვენ მონაცემებს 90% აზერბაიჯანის შეიარაღების იყო რუსული შეიარაღება. მხოლოდ ის 10% იყო თურქული და ისრაელის წარმოშობის. შესაბამისად, მილიარდობით დოლარზე მიყიდა რუსეთმა. ამავდროულად ფაშინიანი პირდაპირ აცხადებდა, რომ თუნდაც თვითმფრინავებისთვის ჭურვები არ მიყიდეს სომხეთს. რუსებმა სპეციალურად ისკანდერი არა აფეთქდა, ან აფეთქდა 10%-ით, ანუ პრაქტიკულად დაეცა როგორც რკინა და კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსი, შესაბამისად ეს იყო ორგანიზებული. თუმცა თვითონ კონფლიქტის ორგანიზებაც თავის მხრივ მოხდა. მაგალითად, მე მახსენდება სომხეთის სუსის ხელმძღვანელი, რომელიც მოადგილე დანიშნა ვანეციანი იმ დროს, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ წავიდა რუსეთის წინააღმდეგ 18 წელს. დღეს ვანეციანი არის მის ოპოზიციაში. ვანეციანი იყო ჩასული ყარაბაღში და თავის დროზე იქ პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. ანუ ჩვენ ხედავდით იმ დროს, რომ რუსეთი ცდილობდა ამ თემის გააქტიურებას, ერთდროულად აზერბაიჯანის მხარდაჭერას, იმიტომ რომ რუსეთისთვის თავარი საკითხი თურმე ამ რეგიონში იყო ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორის გახსნა, რადგანაც რუსეთი ემზადებოდა უკრაინასთან ომისთვის და შესაბამისად მას სჭირდებოდა ლოგისტიკური კავშირები თურქეთთან. დღესაც რომ დავხედოთ უკვე ფაქტებს, ძირითადი ქვეყნები, ვის მეშვეობითაც რუსული ეკონომიკა ფუნქციონირებს, არის ჩინეთი და თურქეთი. და ამ ქვეყნების წინააღმდეგ დასავლური სანქციები არ არის. შესაბამისად, დღესაც რუსეთის მიზანი არის ზუსტად იგივე. თუ ნახავთ მაგალითად ოფიციალურ განცხადებებს, დღესაც რუსეთი ამბობს, რომ მე-9 პუნქტი 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების უნდა შესრულდეს, როცა ის მთელი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მშვიდობის ყოფილებს, მთიან ყარაბაღში კონტროლის ზონას, ლაჩინის დერეფას, ყველაფერი აღარ არსებობს. მაგრამ რუსეთი ითხოვს ზანგეზურის დერეფნის გახსნას, იმისთვის რომ უზრუნველყოს აქ კომუნიკაციები, ანუ სამხრეთ კავკასიაში დახუროს დემოკრატიის ფურცელი და იყოს მისთვის ლოგისტიკის კავშირები. ეხლა საინტერესო ის არის, რაზეც თქვენ წეგან საუბრობდით, რომ რას უკავშირდება აზერბაიჯანელებზე ეკატერინბურგში ეს თავდასხმები. აზერბაიჯანულ მედიაში განიხილება ძალიან საინტერესო, ჩემი აზრით, მიზეზი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს არის რუსეთის შურისძიება იმაზე, რომ პროცესი ამ გზასთან დაკავშირებით, ანუ სომხეთის გავლით თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს ცოტა სხვა დინამიკით. კერძოდ, ერთდროულად რუსეთი ცდილობს სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რომელიც გულისხმობს თუ ეს გამოვიდოდა მას პრაქტიკულად იმას, რომ მთელ სომხეთს გააკონტროლებდა რუსეთი და შესაბამისად ამ კომუნიკაციები თურქეთსა და აზერბაიჯანს და ის ნიშნავს ხო თურქეთსა და თურქულ კავშირს შორის, იმიტომ რომ აქ ცენტრალური აზიაც არის, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენი, ყირგიზეთი, რომელიც თურქული კავშირის წევრები არიან. ამის კონტროლს უზრუნველყოფდა რუსეთი. მაგრამ რადგანაც სომხეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ჩაშალა წინასწარ კირიენკოს გეგმა, ეს კირიენკო იყო პასუხისმგებელი ცოტა ხნის წინ გახდა ამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. დიახ, ამ გეგმის შესრულებაზე აფხაზეთის მიმართულებით იყო კურატორი და მე სომხეთზე გადაიყვანეს, რომ შეძლოს ფაშინიანის ჩამოგდება. ამის შედეგად ხედავს რუსეთი, რომ ვეღარ ახერხებს გეგმას, რომ სომხეთი აგენტების მეშვეობით მართოს და ეხლა გადადის ალიევზე, რომელიც დაკავშირებულია ძალიან მჭიდროდ რუსეთთან ბევრი მიმართულებით ისტორიულად, ძალიან უფრო მეტად თურქეთთან, ეგ ბუნებრივია. ცდილობს იქ ზეწოლას, იმიტომ რომ ფაშიანი იყო ჩასული სტამბულში ახლახანს პირველი
სამუშაო ვიზიტით, სადაც პრეზიდენტ ერდოგანი შეხვდა და საკმაოდ პოზიტიური დინამიკა იყო, რომლის ფარგლებში არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა მხარეებს აქვს გარკვეული მიღწევა, ასე ვთქვათ, შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ამ კომუნიკაციების გახსნას. კერძოდ, მთელი პრობლემა იყო იმაში, რომ აზერბაიჯანი ითხოვდა ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის კორიდორს, ანუ ექსტრატერიტორიულ დერეფანს, რომელიც არ გააკონტროლებდა სომხეთი და გააკონტროლება, რომელსაც გააკონტროლებდა ან რუსეთის ფსბ, რაც მე-9 პუნქტში წერია, ან გარკვეულწილად კონტროლის გარეშე იქნებოდა, ანუ აზერბაიჯანის კონტროლი იქნებოდა პრაქტიკულად. და სომხეთის თავაზობდა ამ პერიოდში ეგრეთ წოდებული მშვიდობის გზაჯვარედინის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეღრის მიმართულებით, არამედ კიდევ სხვა მიმართულებებით სომხეთის გავლით კომუნიკაციების გახსნას, ოღონდ იგივე პრინციპით, როგორც ეს ხდება საქართველოში და ირანში, ანუ სრული სომხეთის სუვერენიტეტით. სავარაუდოდ, ეხლა რაც გარკვეული წყაროები აზერბაიჯანელი ამბობენ, ერდოგანსა და ფაშინიანს შორის შეთანხმება მოიცავს იმას, რომ სომხური ვარიანტით წავა სცენარი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, თან საქართველოსთვისაც, ეს ცალკე საკითხი არის, მაგრამ გულისხმობს გამარტივებულ გარკვეულ პროცედურებს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს არ გაჭიანურდეს. შესაბამისად, რუსეთი სავარაუდოდ გაბრაზებულია იმით, რომ აი ამ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი სამი ქვეყნის პროცესში რუსეთი აღარ არის. აი, ზუსტად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ცოტა კიდე უფრო დავშალოთ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, მოგეთ ისევ ყარაბაღის ომს რო დაუბრუნდეთ. მე მახსოვს, რომ ძალიან კარგად მახსოვს, რომ თავარში ამ ომის დროს ორი სტუმარი მყავდა, ბექა და დათო. დათოს ჰქონდა ოპტიმისტური სცენარი, რომ მოლოდინი, რომ ეს ომი არ ითამაშებდა რუსეთის სასარგებლოდ. ბექა, მე მახსოვს, რომ პესიმისტი იყავი და ამბობდი, რომ ეს ომი კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის გავლენას აზერბაიჯანში. და მას არა მხოლოდ ექნება გავლენა სომხეთზე, არამედ აზერბაიჯანზეც და ამით სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში რუსეთი უფრო მოიკიდებს ფეხს. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ დათოს ოპტიმისტური სცენარი უფრო გამართლდა. ანუ რა მოხდა? მოდი ესე ვთქვათ, რა სცენარით წარიმართა მოვლენები და რამ შეუწყო ხელი პაშინიანის გადარჩენას პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ იყო მოლოდინი, რომ სომეხი ხალხი მას არ აპატიებდა ყარაბაღის დაკარგვას და ის გადადგებოდა ან გადააყენებდა და ან ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებდა, მაგრამ პაშინიანი გადარჩა და ცოტა სხვა სცენარი და დღეს აბსოლუტურად სხვა სცენარი მივიღეთ. აი როგორ განვითარდა ეს მოვლენები? ეკა, ხო, ანუ ის რომ რას ვამბობდი, არ გამართლა, ვერ დავგეთანხმები მაგაში და რატომ? იმიტომ რომ 20 წელს არა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ განმარტების გაკეთება. 20 წელს მდგომარეობით, სანამ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაიწყებოდა, აზერბაიჯანი იყო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, სადაც არ ეყენა რუსული ჯარები. ანუ ეს მამა ალიევმა ეს ამბავი არ დაუშვა. მაგრამ უკვე შვილმა ალიევმა იმის ნაცვლად, რომ აი ეს გარშემო 7 რაიონი დაიკავა და პლუს შუშა აიღო, შვილმა ალიევმა 2000 კაციანი რუსული ეგრეთ წოდებული სამშვიდობო კონტინგენტი განალაგა. ამის ეს რუსეთის მდგომარეობა რეალურად 20 წლიდან 23 წლამდე უფრო მყარი იყო მართლა აზერბაიჯანში, მეტი გავლენა იყო ვიდრე მანამდე. მაგრამ და ხო, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, 22 წლის თებერვალში ბოლო სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც პუტინი შეხვდა, იყო ალიევი და ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ანუ პუტინმა ამ ბოლო შეხვედრით თქვა, ანუ ალიევს მისცა გაფრთხილება, რომ მე ახლა იქ ცოტა ხანი დაკავებული ვიქნები უკრაინაში და არავინ არ მოელოდა, რომ ეს 3 წელი გაგრძელდებოდა და კიდევ ღმერთმაიც რამდენი ხანი გაგრძელდება უკრაინაში ომი. მოკლედ, შენ აქ ხელი არ გაანძრო, სანამ მე იქ დაკავებული ვარ, ხელი არ წაგიცდეს ყარაბაღისკენ. მაგრამ როცა პუტინი ჩაეფლო უკრაინაში, ალიევმა უყურა წელიწად ნახევარი და რომ მიხვდა, რომ რუსეთი ძალიან ღრმათ არის ტლაპოში ჩაფლული, შემდეგ ისარგებლა
და ხელიდან გამოგლიჯა მთლიანად როგორც სომხეთს ისე რუსეთს როგორც გავლენის ზონა ყარაბაღი, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ როცა 22 წელზე ვსაუბრობთ, 2020 წელზე ვსაუბრობთ, ახლა 2020 წელს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მათ შორის ალიევიც ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ 23 წელს ანუ ფიქრობ, რომ სიტუაცია შეცვალა უკრაინის ომმა? რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე უკრაინის ომის ჭალბში დამსახურება ის რომ ალიევს სრული ოკუპაციის შესაძლებლობა მიეცა და რუსეთს უკვე არაფრის თავი არ ქონდა რომ აქ რეაგირება ჰქონოდა. ანუ ეს არის აქ მთავარი მიზეზი და დღეს გვაქვს მდგომარეობა, ანუ რუსეთს არაფრით არ აწყობდა. წარმოუდგენელი იყო რუსეთისთვის სცენარი, სადაც ეს კონფლიქტი გადაწყდებოდა გინდა სომხეთის, გინდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ხო, იმიტომ რომ რუსეთი აკონტროლებდა ორივე ქვეყანას, იმდენად რამდენადაც თვითონ იყო არბიტრი და ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე, ხო, ჯერ ქოჩარიანი და ალიევი, მერე სარგისიანი და ალიევი, მერე ფაშინიანი და ალიევი ჩავიდოდნენ ამ იმებივით, რა ქვია, ყმებივით მოსკოვში, შუაში იდგა პუტინი, აქეთ ერთი ედგა, მეორე მხარეს მეორე ედგა და იყო პანეგერიკები, რომელი უფრო მეტად შეაქებდა რუსეთს. ხო, ეს ძველი სცენარი არის. ესე იყო სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკების დროსაც და აი გინდა საბჭოთა აზერბაიჯანის და საბჭოთა სომხეთის ლიდერები მოკლედ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მოსკოვს ვინ უფრო აამებს. იმდენად რამდენადაც ეს კონფლიქტი და პრობლემა აღარ არსებობს, რუსეთის როლი გაქრა. აღარ არის რუსეთის როლი, ანუ არანაირი საჭიროება ამ სტრატეგიული ქოლგისა სომხეთს აღარ ექნება. თუ ალიევმა ხელი მოუწერა მას სამშვიდობო ხელშეკრულებას და თუ თქვათ ერდოღანთან გაიხსნა საკომუნიკაციო გზები, დამთავრდა რუსეთის ფუნქცია სომხეთში და აზერბაიჯანში კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ აქ ცოტა ხანი ისტორიაში უნდა წავიდეთ ერთი წუთით და ვთქვათ ის ამბავი რომ ჯერ კიდევ მეფის რუსეთში მე-19 საუკუნეში ხო თუ თქვათ სომხები გინ თბილისში, გინ ბაქოში იყვნენ ძირითადად ან როგორც ყველაზე მდიდარი წარჩინებული განათლებული რაღაც გამონაკლისები იყო თქვათ იქ როცა რუსები და სომხები ერთმანეთში კონფლიქტში შევიდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც დასაყრდენი იყო კავკასიაში და ქართველებიც იყვნენ დასაყრდენები. აი აზერბაიჯანელები პირიქით როგორც მუსლიმები, უცხოები, ბრჭყალებში ველურები როგორც მათ უყურებდნენ, იყვნენ სხვები. შემდეგ უკვე აი როცა ყარაბაღის პირველი ომი დაიწყო, 88 წელს გორბაჩოვი ცდილობს რომ ნეიტრალური როლი ითამაშოს, იმიტომ რომ მას საბჭოთა კავშირის დანგრევა არ უნდა და მედიატორობს. მაგრამ რა ხდება, თუ აზერბაიჯანში ეროვნული მოძრაობა წარიმართა ანტირუსული ნიშნით, ხო და ელჩიბეი და ესენი როგორც ჩვენთან იყო გამსახურდია ვთქვათ, იქაც ნაციონალისტები, ანტირუსები იყვნენ. ხო, სომხეთში ნაციონალისტური მოძრაობა 80-იანი წლების ბოლოს წარიმართა არა რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ და შესაბამისად ეს მხარდაჭერა რუსეთისა უკვე 90 წლიდან გამოჩნდა ეს, როცა ბაქოში ხდება ეს დარბევა კი არა, რაც ჩვენთან მოხდა 9 აპრილი, ხო? ესე იგი შავი იანვარი. ანალოგი 90 წლიდან უკვე აშკარად ჩნდება, რომ კრემლი გადაიხრება სომხეთის მხარეს და ეს სტრატეგიული წონასწორობა, რომ სომხეთისკენ არის კრემლი, ამას ნელ-ნელად ცulis ალიევი, განსაკუთრებით შვილი ალიევი, რომ ის ქმნის იდეალურ მოდელს პუტინისთვის, ანუ აი პოსტსაბჭოთა სტრონგმენი, ანუ ძლიერი დიქტატორი პოსტსაბჭოთა, რომელიც დემოკრატიას, დასავლეთს არ გააჭაჭანებს, რუსულ სამყაროს შემოუშვებს საკუთარ ქვეყანაში, გახსნის ამ სკოლებს, უნივერსიტეტებს, რბილძალას მოქმედების საშუალებას აძლევს და ამის საპირისპიროდ დგას ვიღაცა ფაშინიანი, რომელიც რევოლუცია მოაწყო, დემოკრატია უნდა, გადასინჯა საგარეო პოლიტიკა, რუსულ ეკონომიკურ მონოპოლიას კითხვის ნიშნები დაუსვა, ოდეკაბესთან დაკავშირებით დასვა კითხვის ნიშნები და მოკლედ, აი სუფთა პიროვნულ დონეზე რაც წეგან დათომ თქვას ძალიან სწორად, ალიევი აღმოჩნდა ბევრად უფრო მისაღები ფიგურა, ვიდრე ფაშინიანი და შესაბამისად პუტინმა გეოპოლიტიკაზე მაღლა დააყენა იდეოლოგია,
მაგრამ ალიო ბევრად რო სერიოზული კაცი არის. ანუ ის გეოპოლიტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, როგორც კი ჩახსნა რუსეთი, როგორც საჭიროება წინ წამოვიდა ეს აზერბაიჯანული ძველი კოლექტიური მეცნიერება თუ დნმ დაარქვით თუ გინდა, როდესაც აზერბაიჯანი არის ანტირუსული განწყობების ქვეყანა. კი ბატონო, ამის ესკალაცია, დაჩქარება გააკეთა იმ თვითმფრინავის ჩამოგდება ამ აზერბაიჯანელი დიასპორის ლიდერების დაკავება, მაგრამ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანი მაინც წავიდოდა ანტირუსული მიმართულებით, უბრალოდ ახლა თვითონ რუსეთის უგნურმა ქმედებამ ეს პროცესი დააჩქარა. აი ამ თელ თამაშში ალიევმა ძალიან მაგრად მოუგო პუტინს. ხო, აი ამაზე მოგვიანებით, მანამ დათო გამახსენე, რატო იყავი ოპტიმისტურად მაშინ განწყობილი, რომ მახსოვს გამახარე მაშინ ამ ოპტიმიზმით. იცი რა პრინციპში, აი ახლა ბექამ ბევრი საკითხი წამოწია, რაღაცაში ვეთანხმები, რაღაცაში არა, პრინციპში ის არგუმენტებიც თქვა, რაც მე მქონდა. და არგუმენტი შემდეგი არის, რომ იქ უკვე 2020 წლისათვის ეს სისტემური დამოკიდებულება აზერბაიჯანისა და სომხეთისა რუსეთზე იწყებს რყევას, იმიტომ რომ შეუძლებელია ესეთი ტიპის თამაშით დაუსრულებლად აკონტროლო რაღაცა ქვეყნები და რეგიონები. თამაში როგორია, ანუ აზერბაიჯანს უნდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამისათვის შეხურებს რუსეთს. და რუსეთი რაღაცა იმედის მაგვარ შეიძლება იძლეოდეს, სომხეთს უნდა პირიქით ყარაბახის გადარჩენა და ასევე შეხურებს რუსეთს და აი რუსეთი არც აქეთ არც იქით, მაგრამ ორივეს იმედს უნარჩუნებს, მაგრამ ამოიწურა ეს, ამოწურა ამ სისტემამ თავი, რაც გარდაუვალი იყო, ხო, არც ერთს აძლევ, არც მეორეს, არაფერს და მარტო პირდები და სინამდვილეში ამას იყენებ, რომ აი გავლენები შეინარჩუნო და ამას ხედავდა ეს ორივე საზოგადოება. და საბოლოო ჯამში რაც მოხდა, ამით უკვე 2020-ში აზერბაიჯანმა იმდენად დიდი კომპენსაცია მიიღო, ანუ თავის ეროვნული იდენტობის გამყარებისათვის და გამარჯვებული ომში და უკვე ამან შეასუსტა თავისთავად რუსეთზე დამოკიდებულება, რაც არ უნდა იქ 2000 ჯარისკაცი ჩაესვა რუსეთს თურქ ოფიცრებთან ერთად, რაც პირველად მოხდა, რომ აი თურქული ინსტიტუტიც, რაღაც სამხედრო ინსტიტუტიც პარალელურად იქმნებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ეს, ესე იგი, ბაზის არსებობა, მით უმეტეს სამშვიდობო ბაზის, ხო? გააჩნია რა შემთხვევაში არის გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობისა. მე ამას ვიძახი. თავისთავად მისი არსებობა, რომ იყოს მთავარი ბერკეტი გავლენის შენარჩუნებისა, როგორც თავის დროზე შუმეიკო ყავდათ რუსებს ესეთი მიზასტალბილი ეტა თუ ჩასტაკ, ანუ ბაზა რახან მაქვს, ეს უკვე მონიშნულია ჩემს მიერ, ძაღლები როგორც მონიშნავენ ხოლმე და ესე იგი ჩემიაო. არ არის ყოველთვის მასე. ეს ბაზა შეიძლება უცებ გადაიქცეს ანაქრონიზმად და თავისთავად მძევლად. ესეთებიც ხდება. აი მაგეთ მიდიოდა ჩემი აზრით საქმე და სომხეთში კი მოხდა სრული ფრუსტრაცია რუსეთით და სომხეთს უკვე აი სხვა შანსიც არ ქონდა თუ არა თავისი იდენტობის და ეროვნული ინტერესებისათვის ეზრუნა უკვე სხვა ალტერნატივებზე და არ ყოფილიყო ჩამოკიდებული რუსეთზე. აი ეს გარდატეხა მოხდა, მე ეს დავინახე როგორც ყველაზე ნიშანდობლივი 2020 წელს. და მე უკვე უკრაინის ამბავმა ეს გააღრმავა რაღაცა. ანუ რუსეთის რეპუტაციის დაცემასთან ერთად და ალიევი ძალიან კვიანი კაცია. ხო, და ეს აიგრძნო და ჩათვალა რომ დრო არის ეხლა თავისი, ხო, თავისი 20-ში. აი 20-დან 22-მდე დათო, ანუ არაფერი ხელშესახები არ გვაქვს, რაც გვეტყვის, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანში შემცირდა. არაფერი არ გვაქვს პირიქით. სისტემური ცვლილება გვაქვს რა. თავარი ბერკეტი იყო, რომ აი სომხეთის მეშვეობით რუსეთი აკონტროლებდა საკმაოდ დიდ ტერიტორიას. ხო, მაგრამ ეს ანუ რუსეთის სტრატეგიულად არაფერს სულს წარმოიდგინე ხარ კრემლში და შენთვის ახლა რა მნიშვნელობა აქვს შუშაში სომეხი იქნება თუ აზერბაიჯანელი იქნება, იმდენად რამდენადაც კონფლიქტი არ დასრულებულა და კონტროლის ბერკეტი და აზერბაიჯანელს ნაკლებად ჭირდება. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის მან. თუ გახსოვთ, რომ თავის დროზე აღლუმი მაგალითად ყარაბაღის ომის მერე ალიევმა და ერდოღანმა ბაქოში ერთად მიიღეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და შუშას დეკლარაცია, რაც თვითონ ხელი მოაწერეს კონკრეტულად,
ანუ გულისხმობს პირველად სამხედრო ვალდებულებების აღებას თურქეთის მიერ აზერბაიჯანის წინაშე. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ ყარაბაღის მეორე ომის მერე და ესე იგი კონკრეტულად შუშის აღების მერე იმ ქმედებებს, რომ თურქეთი ამ შემთხვევაში ჩნდება როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე, შემოდის სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის შახი, ზოგადად მაგის მერე კიდევ უფრო ფართოვდება და გადის ცენტრალურ აზიაში, თურქულ სახელმწიფოებში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომელიც მანამდე იყო თურქულ ენოვანი სახელმწიფოების და ეხლა გახდა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, სულ სხვა დოზას იძებს გავლენის, ასე ვთქვათ. და შეიძლება ითქვას, რომ ანუ აზერბაიჯანის იდენტობა, როგორც არა ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა, არამედ უკვე თურქული სახელმწიფო, სულ სხვა დოზით იზრდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ასევე, რომ ყარაბაღის ომში თურქეთის როლი იქნება ეს უპილოტოებით, იქნება ეს პირდაპირ საუბერი არის ინსტრუქტორებით. არის სომხურ მაგალითად წყაროებში ბევრი მტკიცებულება, რომ პირდაპირ ჩართვაც იყო, ანუ სამხედროები და ასე შემდეგ. ანუ თურქეთის როლი დიდი იყო. შეგახსენებ თუ გახსოვს ალიევს ქონდა წინააღმდეგობა, როცა ერდოღანმა თქვა, რომ ჩვენ მოვიგეთო ყარაბაღის ომი. ალიევმა იქიდან რას ქვია, თურქეთი გვეხმარებოდა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება იყო. ანუ ერდოღანი ცდილობს კაპიტალიზაციას, რომელიც თურქეთის გამარჯვება არის. შესაბამისად, ამის მერე ბუნებრივად შეიცვალა განწყობები აზერბაიჯანულ საზოგადოებაში და რუსეთის მიმართ ეს ლოიალობა ჩანაცვლა უკვე თურქეთთან ინტეგრაციით. და რა მოხდა, მოდი ერთად რა მოხდა სომხურ საზოგადოებაში, ეს დინამიკაც მოხდა, სანამ სომხურ საზოგადოებაზე გადავალთ, ერთი არგუმენტიც აი ბექაპ მე რა მგონია, იცი, რომ აი ეს რუსული 2000 კაციანი კონტინგენტი ყარაბაღში 2020 წელს ეს დაახლოებით იყო განწირული ნაბიჯი, იმიტომ რომ მთელი ინფრასტრუქტურა, კულტურული, სოციალური, გეოპოლიტიკური იცვლებოდა, რაზეც გიორგი ლაპარაკობს და ძალიან მაგონებს ეს დაახლოებით იმას, რაც აი სირიაში უცებ ჩაიყვანა ჯარები ან მალიში ჩაყავს ჯარები და ეს ყველაფერი არის აი რაღაცა იმპერიალიზმის თამაში რუსეთის მხრიდან, როცა რეალური გავლენები, რეალური ძალა და პერსპექტივა არა ერთბაშად, არა მყისიერად, მაგრამ არის სულ სხვა ძალების ხელში. რუსეთი განწირული ხდება. ჩემი აზრით, რომ არ მომხდარიყო, რუსეთს რო არ დაიწყო 2022 წელს უკრაინაში ომი და არ ჩაფლულიყო ამაში. მეორე არმია იყო მსოფლიოში ჭყალებში. ძალიან სტაბილურად იქნებოდა ახლა მისი გავლენა სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც. ანუ უკრაინის ომი იყო გადამწყვეტი, თორე 2020 წელს ეს არ შეუძლია. 2022 წელმა შეცვალა ყველაფერი, რაც შეეხება თურქეთის, აი გეთანხმებით გიორგია, აბსოლუტურად თქვენ რაც თქვით ყველაფერში, მაგრამ რუსეთი ამის წინააღმდეგი არ იყო. ანუ რუსეთი სტრატეგიულ მეტოქედ ხედავდა დასავლეთს. ესეც იდეოლოგიური სიგიჟე არის, ხო? ანუ პუტინმა შეწყვიტა გეოპოლიტიკურად საკითხების ყურება და იდეოლოგიურად უყურებს, რომ აი დასავლეთია ყველაფერი და 3+3 ფორმატიკაც მე ხوار მომიგონია რა, ეს იყო რუსების ფორმატი იყო და რას ნიშნავს, რომ რუსეთმა ოღონ გააგდოს კავკასიიდან დასავლეთი ყველაფერთვის მზად არის, რომ მის ისტორიულ მეტოქე შემოიყვანოს თურქეთსა და სპარსეთი რაღა იყო, ირანს, მაინც ისტორიკოსი ვარ და სპარსეთი დამცდება. თურქეთსა და ირანს გაუნაწილოს ეს რეგიონი, თუ ამ რეგიონში ამ სამეულში პირველი იქნება და აი პირველი სკრიპკაო რომ იტყვიან, ხო? ის მზად არის რომ თურქეთს და ირანს გაუნაწილოს. ეს არ ყოფილა რომ აი ალიმან რა ქვია, ერდოღანმა მაგის პასუხია და შენ თუ იცი სპარსეთი ტერმინი საიდან მოდის? სპარსეთი, ნუ ფარსი და პერშია და ხო? რატო დაარქვეს? ბერძნებმა დაარქვეს, მაგრამ რატო ეძახდნენ სპარსეთს? ნუ ფარსის ჯგუფი არის, ფარსის ენა არის და სპარსეთი, ხო? ბერძნული მითოლოგიით პერსევსის შვილებად თვლიდნენ. ხო, მაგრამ პერშა აქედან წამოვიდა. ხო და მოკლედ, ხო, ერთი წამი მე იცი რა დინამიკა მინდა დავინახოთ. ანუ ეს გასაგებია, ეხა ამას მაინც ჰიპოთეტური მსჯელობა, იმიტომ რომ ვერ გავიგებთ, ხო, უკრაინის ომი მოხდა, რო არ მომხდარიყო, როგორ იქნებოდა, მაგრამ დინამიკა მინდა დავინახოთ ამ პერიოდში რა ხდება. ანუ გასაგებია აზერბაიჯანის შემთხვევაში რაც მოხდა, რომ ის გაძლიერდა, მისი თვითშეფასება უკიდურესად გაიზარდა, მისი ნაციონალისტური რაღაცა სიამაყე და ნაციონალიზმი გაიზარდა. ალიევი ფიქრობს, რომ და ამ შემთხვევაში სამართლიანად რომ ძალიან კარგად თამაშობს საგარეო პოლიტიკაში სწორ დროს სწორ ვითარებაში, სწორ ნაბიჯებს დგამს, რაც მისი ქვეყნის ინტერესია და ამ დროს ანუ სომხეთში რა ხდება ეს დინამიკაც რო დავინახოთ, იმიტომ რომ სომხეთს მიაჩნდა რომ რუსეთი იყო მისი მთავარი საყრდენი,
მას აზერბაიჯანთან მქონდა ძალიან მძიმე ურთიერთობა, თურქეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობა, არანაირი ურთიერთობა არ ქონია, ფაქტობრივად იყო ჩიხში ამ ორი მხრიდან და მისი მთავარი, ასე ვთქვათ, იმედი იყო რუსეთი და რუსეთზე იყო ჩამოკიდებული და ხედავს, რომ ყარაბაღის ომის დროს ის მართლა იმ როგორც წინა გადაცემაში ფარჯიანმა თქვა, უთხრა რომ ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით დაგირეკავ. დაახლოებით ასე და ხო, ანუ ხელი არ გაუნძრა, ეხლა უყურებდა შორიდან რა ხდებოდა, მისი პროვოცირებულიც კი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ხელი არ შეუშლია, ხო? რა ხდება ამ დროს უკვე საზოგადოებრივი განწყობები როგორ იცვლება და როგორ გადარჩა პაშინიანი? აქ მე ვფიქრობ, უნდა ვეთანხმები ბექას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო უკრაინის ომი. ნახეთ, უკრაინის ომამდე კონკრეტულად რუსეთი იყო ჭალებში მეორე არმია მსოფლიოში, ხო, ეს ბრენდინგი არსებობდა და კავკასიაში პრინციპში ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო. თუნდაც უჩავთვლით, რომ თურქეთის მეტოქე იყო, სომხეთისთვის არ არსებობდა ალტერნატივა იმისა, რომ ყოფილიყო თურქეთთან ერთად, იმიტომ რომ თურქეთი ავტომატურად აზერბაიჯანთან ერთად იყო და შესაბამისად სომხეთისთვის ერთადერთი გამოსავალი აქ ფაშინიანზე არ არის საუბარი, ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის იმ ვითარებაში მაინც სამხედრო პოლიტიკური მიმართულებით მოკავშირე ამ რეგიონში, რომელსაც წესით უნდა აწყობდეს მათ შორის თურქეთის გავლენების გაზრდის არ დაშვება, იყო რუსეთი. კავკასიაში არ იყო არც შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი იმდენად აქტიური და დღესაც არ არიან იმდენად აქტიური ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მაგალითად საქართველოს არ არის ჯერ კიდევ თუნდაც წევრი ევროკავშირის. ხო, სრული მეტუმეტეს ამ ომის დროს აღმოჩნდა, რომ სრული ვაკუუმი იყო დასავლეთის ყოფნის ამ რეგიონში, რომ ისე დაიწყო და დამთავრდა ომი, რომ საერთოდ არ გამოჩენილა დასავლეთი, ხო? თან როცა იყო იქ ვარიანტი, რომ სკანდინავური შვიდობის ყოფილები ამერიკული ვერსია იყო. 20 წელს სომხეთმა ჩათვალა ფაშინიანმა მათ შორის, მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას, იმ დროსაც არ ვეთანხმებოდი, საერთოდ 2018-ში გამბედავად საგარეო პოლიტიკის შეცვლა იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ ამის კონტურები არ ჩანდა, მაგრამ ლიდერს უწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელშიც შეიძლება არავინ არ დაეთანხმოს, მაგრამ იყოს რაციონალური და სტრატეგიული. 20 წელს ფაშინიანმა ისევ თანხმობა მისცა რუსეთის შვიდობის ყოფილებზე, იმიტომ რომ ისევ რუსეთი იყო აქ მნიშვნელოვანი მოთამაშე. უკრაინის ომის მერე, როცა ალიევმა დაინახა, რომ რუსეთი სუსტია და ისარგებლა ამით, სომხეთმაც დაინახა, რომ რუსეთი სუსტია. მაგრამ თან განწყობებიც ხო შეიცვალა, გიორგი, ანუ ხალხის განწყობები ხო რადიკალურად იცვლება. თუ იყო ყარაბაღის ომამდე საკმაოდ მაღალი უმრავლესობა საზოგადოებაში, ეს ნდობა მკვეთრად დაიცა ყარაბაღის ომის მერე, კიდევ უფრო მკვეთრად დაიცა, იმიტომ რომ აი ეს არ ვთქვით, ყველაზე მნიშვნელოვანი 2021 წელს აზერბაიჯანი ბომბავს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ ქალაქებს, ჯერმუკს, ვართენის და ასე შემდეგ. და შეჭრილი არის დღესაც ჯერმუკის და ნერქინჰანდის და კიდე ვერინშორჟას მიმართულებით. ნუ ძირითადად იხსენებენ ჯერმუკს, იმიტომ რომ ქალაქი არის, ანუ მნიშვნელოვნად არის შეჭრილი, ანუ შესაბამისად იქ საუბარი იმაზე, რომ საზღვრის არეალში არა, აშკარად არის, რომ აი დაუახლოვდა ქალაქს, პირველი მნიშვნელოვანი ქალაქია. როცა სომხეთმა უკვე ყარაბაღის თემაზე ხო მთავარი აქცენტი რუსეთს რა ქონდა, რომ ესო არ არის საერთაშორისო აღიარებული ტერიტორია, ამიტომ ჩვენ ვალდებულებები არ გვაქვს იქ. და ამ შემთხვევაში საზოგადოებაში იყო ეს განწყობა, რომ იქნებ რუსეთი მხოლოდ სომხეთის ტერიტორიას დაიცავს. სომხეთი ამ შემთხვევაში მიმართავს ოდეკაბეს იურიდიულად და მიმართავს რუსეთს იურიდიულად. პირველად სომხეთის ისტორიაში, რაც კი საბუთები გაფორმებული აქვს სომხეთს რუსეთთან ოდეკაბესთან უსაფრთხოების ბაზასთან დაკავშირებული, პირველად გამოიყენა. და რუსეთის პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ მზად ვართ ჩავიყვანოთ იქ ადგილზე სადამკვირვებლო მისია და გავარკვიოთ ის ტერიტორიები და ქალაქი ჯერმუკი საერთოდ და ეს ტერიტორიები სომხეთში მდებარეობს თუ არა. ანუ იმდენად კატასტროფული პასუხი ჰქონდა რუსეთს უკვე სომხეთის ტერიტორიაზე, რომ სომხურმა საზოგადოებამ გაიაზრა, რომ აქ უკვე შეუძლებელია რუსეთთან საერთოდ საუბარი, ამიტომ სომხეთმა უარი თქვა ოდეკაბეს შვიდობის ყოფილებზე, მიხვდნენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მორიგი ხაფანგი რეალურად სომხეთისთვის და ფარსი და პირველად სომხეთმა თქვა რეალური, ანუ ნაბიჯი გადადგა და პრაქტიკულად მოითხოვა ევროკავშირისგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში მისიის ბაზაზე უცებ შეიქმნა, რომელმაც სტაბილურობა მოიტანა საზღვარზე, სადაც განლაგდნენ აზერბაიჯანთან, მაგრამ იყო ზოგიერთი ადგილი, სადაც არ იყვნენ განლაგებული, მაგალითად ნერქინჰანდში, სამხრეთის მიმართულებით. და ზუსტად იქ მოხდა მორიგი აზერბაიჯანის თავდასხმა და რუსეთმა პრაქტიკულად მიზანმიმართულად დაუთმეს პოზიციები იქ. ამის მერე სომხეთი უკვე ხდება, რომ საერთოდ კატასტროფა ხდება, ანუ სადაც რუსები არიან, ზუსტად იქ მოდის წინ აზერბაიჯანი და ამიტომ ხსნიან უკვე
რუსეთს ამ პოზიციებიდან, მერე უკვე ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან, ნელ-ნელა საზღვრიდან თურქეთთან და ირანთან, აზერბაიჯანის საზღვრიდან მთლიანად და გადახალისება ხდება საგარეო პოლიტიკის. მათ შორის უკრაინის ომის მნიშვნელობა რაში არის? რუსეთს უკვე აღარ აქვს შესაძლებლობა იარაღი მისყიდოს სომხეთს. ფიზიკურად არ აქვს ეს იარაღი. ამიტომ სომხეთი რაციონალურად პირველ ეტაპზე ახლა დასავლეთისკენ უცებ ვერ წავიდო და ესე მარტივად თან ტექნიკაც ტექნიკური დეტალები არსებობს, რომ უცებ ვერ გადახალისდება შენი ტექნიკა დასავლურზე, წავიდა ინდოეთისკენ, იმიტომ რომ ინდოეთი მნიშვნელოვანი წარმოებელი არის იარაღის. პარალელურად მე დაიწყო საფრანგეთთან შეთანხმებები და საფრანგეთის მხარდაჭერა ევროკავშირის მისია და უკვე მისიის ამოქმედებამ შექმნა სომხურ საზღვრებში ის გარემო, რომ ნახეთ, საფრანგეთი გვეხმარება, ევროკავშირი აგვეხმარება, ინდოეთი, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გამოდის, დემოკრატია არის ყველაზე მსხვილი მსოფლიოში, ამ ნაწილში გვეხმარება და თურმე რუსეთი არაფერში აღარ გვჭირდება და ეს ბუნებრივად მოხდა, მაგრამ შემდეგ ხდება საქართველოს თვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და სომხეთში საერთოდ იბადება იდეა ევროპული ინტეგრაციის. ამას რა მოსდევს მე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად ვიცით ჩვენ საქართველოში რა ხდება მაგის მერე, მაგრამ იდეის დონეზე სომხეთში უკვე ყალიბდება იდეა, რომ ჩვენ რუსეთისგან განთავისუფლება ამ რეგიონში ერთადერთი გზით არის შესაძლებელი, ეს არის დასავლური ინტეგრაცია. და აი მე კიდე ესეც მაინტერესებს შემდეგ უკვე გადავიდეთ რეგიონალურ კონტექსტზე რა ხდება რეგიონში, რა ისტორიული ზრუნვები ხდება რეგიონში, აი პაშინიანი როგორ გადარჩა, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა განცდა და შიში, რომ ეს ახლა ფაქტობრივად გადის ცილასა და ქარიბდას შორის, აი ამ ყარაბაღში დამარცხების შემდეგ, რომ სომხური საზოგადოება არაპატიებს, პლუს რუსეთი აამუშავებს და აამუშავა თელი თავისი აგენტურა სომხეთში, მათ შორის რასაკვირველია სასულიერო პირების სახით და აი ამ ხელა ზეწოლას პაშინიანი ვერ გაუძლებს და ის გადაყვება ამ ყველაფერს, მაგრამ გადარჩა და ეხლა ვხედავთ, რომ არის გადასული შეტევაზე. როგორ ხდება? და მე ვფიქრობ, აქ ბუნებრივია ბევრი ფაქტორია, ხო, იგივე აი რაზეც გიორგი საუბრობდა, ჩდებიან უცებ ახალი მოთამაშეები, ნელა ბევრად უფრო დელიკატურად, როგორც ეს ევროპას ჩვევია, მაგრამ მაინც, ხო, სამშვიდო ეს დამკვირვებლებისთვის სხვა სახით. მაგრამ მთავარი ფაქტორი ცვლადი მე მგონია სომხური საზოგადოების მზაობა იმისათვის, რომ შავი და თეთრი გაარჩიოს. და დაინახოს, რომ კი ნაციონალურმა სიამაყემ დიდი დარტყმა განიცადა, ხო, ყარაბაღ იკარგება, მაგრამ ამავე დროს აწონდაწონა ამ საზოგადოებამ, რომ თუ პაშინიანი არ იქნება, მაშინ ბრუნდება ზუსტადაც ის რუსული ჭაობი და რუსეთის ხელში ვიქნებით საბოლოო ჯამში და აქ კიდევ ადგილობრივი წურბელები გააგრძელებენ ჩვენი სისხლის წოვას. დაინახა ეს ალტერნატივა, გააკეთა არჩევა. გიორგი, რას ფიქრობ? რომ არა ყარაბაღის ომი ფაშინიანის მთელი პოლიტიკა საკმაოდ პრაგმატულია. სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებით ეს არის ყველაზე ძლიერი რაც ქონია სახელმწიფო ისტორიაში. ეკონომიკა არის ძალიან მზარდი, ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, კორუფცია მთლიანად თითქმის დაამარცხა. საერთაშორისო ასპარეზზე ნდობა შექმნა ძალიან ბევრი მოთამაშესთან. ჯარი გააძლიერა მნიშვნელოვნად. ანუ მოქალაქეებმა და თვითონაც ახლა ფაშინიანი ამბობს, რომ ჩვენ ყარაბაღი კი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანად ანუ არ გვეკუთვნოდა არასდროს, იმიტომ კონფლიქტი იყო და ტვირთი იყო ყოველთვის იმ კუთხით, რომ გადაწყვეტა ჭირდებოდა ამ კონფლიქტს. არასდროს არ იყო ძევალი იყო, თელი სახელმწიფო იყო ძევალი. რა თქმა უნდა, სომხეთს ესეთი გადაჭრა არავითარ შემთხვევაში არ უნდა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უნდა ყველას გავითვალისწინოთ, რომ 120,000 ადამიანი საკუთარ სამშობლოში და უსახარო დარჩა, ეს არის პიროვნული ტრაგედია, მაგრამ გეოპოლიტიკურად ეს ტვირთი ფაშინიანის ტვირთი არ იყო და ფაშინიანმა რაც კი სომხეთისთვის გააკეთა და დღესაც აკეთებს, უძლიერესი სახელმწიფო შექმნა იმასთან შედარებით, რაც კი სომხეთს ჰქონია ოდესმე. და შესაბამისად ამის ფონზე ახლა მოქალაქეები ხვდებიან, რომ სახელმწიფო ძლიერდება და დღესაც ამბობს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სომხეთი როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და რა ვიღაცის გუბერნია, ну გასაგებია ვიზეც ამბობს, ხო? რომელშიც არაფერი არ ხდება, რომ საიდანაც ხალხი გარბის და სადაც ჩამოქცეული ეკონომიკა არის, სოციალური ცხოვრება. ამიტომ მოქალაქეები დღეს ხედავენ, რომ ფაშინიანის ხელისუფლება
სომხეთის სუვერენიტეტს აძლიერებს და სახელმწიფოს და ეს შესაძლებლობა არის. მეორე მხრივ გულწრფელად ვიტყვი, რომ ყოფილიყო ფაშინიანზე კარგი ალტერნატივა, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ისურვებდა, რომ ომში დამარცხებული ლიდერი მართავდეს ქვეყანას. არსებობს იქ სენტიმენტები, მათ შორის სომხურ საზოგადოებაშიც, მაგრამ რადგანაც მისი ალტერნატივა არიან ეს აგენტურა, რომლებიც აპირებენ, ქოჩარელი პირდაპირ აღობს ბელარუსის და რუსეთის საერთო სახელმწიფოში შევიყვან სომხეთს. სასულიერო პირები რას გეგმავენ, საერთოდ ეს იყო ეხლახანს რატო დაიწყო? ისე გიორგი, რამდენი დიდი გავლენა იყო ეკლესიის, ანუ მაგალითად საქართველოში, ეხლა გამიჭირდება შეფასება ბოლო წლებში, მაგრამ სააკაშვილმა ვერ გაბედა ის, რასაც ფაშინიანი აკეთებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ესმოდა, რომ რუსეთის რბილი ძალა იმ პერიოდში ეყრდნობოდა რუსეთს, ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს, პრორუსულ ნაწილს, რომლებმაც საბოლოო ჯამში დიდი როლი ითამაშეს მის დამარცხებაში, ხო? მაგრამ სააკაშვილმა მაშინ ვერ გაბედა რომ აგენტურა აღმოეჩინა ეკლესიაში, როგორც ამას აკეთებს ახლა ფაშინიანი და მის წინააღმდეგ წასულიყო. აი რა მისცა ეს ძალა ფაშინიანს, რომ აი ასეთი გაბედული ნაბიჯი გადაედგა. აქ აღმოჩნდა სომეხიერი ბრძენი. იმ კუთხით, რომ ჯერ ერთმანეთისგან გამიჯნა ეკლესია როგორც 1700 წლის ისტორიის მქონე ინსტიტუტი, რომლის სადმი ყველა არის ლოიალური პრაქტიკულად, ანუ ყველა თავს ასოცირებს ამ ეკლესიასთან როგორც ეროვნულ ინსტიტუტთან, მეორე მხრივ გამიჯნულია სრულიად იქაური იერარქია, განსაკუთრებით კრტრიჩ ნერსისიანის, ანუ გარეგინ მეორის და მისი ეს სტრუქტურა. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თქვენ საუბრობდით ვაზგენ სარქსიანზე. ვაზგენ სარქსიანის მკვლელობის დღეს გახდა კრტრიჩ ნერსისიანი კათოლიკოს პატრიარქი და რეალურად სახელმწიფო გადატრიალება მოხდა მაგ დროს. მე არ დავუკავშირებდი იმას, რომ ვაზგენ სარქსიანი რაღაცის დათმობას აპირებდა. ეს იყო დაშნაკ ცუცუნის ნარატივი, ვინც ეს მკვლელობა რეალურად დაგეგმა. სინამდვილეში ვაზგენ სარქსიანი ხელისუფლებაში როცა მოდის, გიორგი ამერიკელებთან იწყებოდა ამერიკელებთან, მაგრამ მე ვიტყვი, რომ იმ დროს, აი რასაც ეხლა ვხედავთ ფაშინიანის შემთხვევაში, ვაზგენ სარქსიანი ხო არის ყარაბაღის ომის გამარჯვებული პრაქტიკულად, ხო, თავდაცვის მინისტრი იყო, გახდა პრემიერ-მინისტრი და სუვერენი ხდება. პუტინთან კი დასავლეთ რუსეთთანაც კი საუბრობს და ასე შემდეგ, მაგრამ და საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, მაგრამ სომხეთი არის სუვერენული ქვეყანა იმ დროთან გამარჯვებული ომში, ხო? ეგ ხო მატებს მაგას. მისი მკვლელობის მომზადება და პარალელურად კათოლიკოსის ეხლა საუბარია იმაზე, რომ გარეგინ პირველი, ანუ ვიც იყო მისი წინამორბედი, მოკლეს საერთოდ, ანუ მოწამლეს, მაგაზე არის საუბარი, მათ შორის ძალიან დაახლოებული სასულიერო პირებისგან, ვინც იცნობდა, ახლოს იყო მდივანი მაგალითად გარეგინ პირველის და საუბარია რომ საერთოდ გაერეგინ მეორე მოწამლა კონკრეტულად და გახდა კათოლიკოს პატრიარქი, ანუ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელშიც მთელი ელიტა სუვერენული მოკლეს და ქოჩარიანი მოიყვანს, რომელიც პუტინის კგბ-ს მეგობარია პირდაპირ გაგებით, კგბ-ს გავლენით და გარეგინი მოყავთ, რომელიც პირდაპირ ასევე კგბ-ს ახლა მონაცემები გამოვიდა, მაგალითად ასევე სასულიერო პირისგან მნიშვნელოვანი სომხეთში, რომ გერმანიაში თავის დროზე დაკავებული იყო გარეგინი და გაძევებული გერმანიისგან საბჭოთა კავშირის პერიოდში ჯაშუშობისთვის. და არის ამის საბუთები და ეხლა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელმაც ამაზე სიუჟეტი გააკეთა. ანუ ეს თემა პარალელურად მიდის, რომ იქ გარეგინი იყო სავარაუდოდ კი არა და ჯაშუში და შესაბამისად რუსეთის გავლენის აგენტი იყო. ამიტომ როცა გარეგინს ნიშნავენ, გარეგინი ქმნის ეკლესიაში კათოლიკე ნერსისიანი გარყვნილ სისტემას, რომელსაც სომეხი აკვირდება. რევოლუცია რატომ მოხდა? იმიტომ რომ ყველა აკვირდებოდა, პატარა სოციუმია, ძალიან კარგად იცოდნენ ვინ არის. იმ კორუფციას, გარყვნილებას, განადგურებას საქართველოს სომეხი ხალხი აღმოჩნდა ბრძენი. და იგივე როცა ხდება ეკლესიაში, ხალხი ამას იაზრებს და უნდა დავამატო, რევოლუციის დროს დაიწყო მოძრაობა ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი და ფაშინიანმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით იმ დროს და ჩათვალა რომ ეს ზედმეტი იქნება ახლა რუსეთს კიდევ უფრო გავაბრაზებთ ამით და გარეგინი დატოვა რეალურად. ეხლა როცა უკვე ყველაფერი რუსეთთან გაწყვეტილია და გასაგებია რომ თან ყველაფერი ვით დაიწყო. გარეგინი საუბარი დაიწყო იმაზე, რომ შარშან როცა გარეგინმა ერთ-ერთი არქიეპისკოპოსი, რომელიც დაკავებული ახლა გალსტანიანი, გაუშვა პოლიტიკაში, დალოცა და იმან პრემიერ-მინისტრობა დააპირა და ეს პროცესი წმინდა ბრძოლად შემოიფარგლა და სასულიერო პირი თავისი ტანსაცმლით, ტანისამოსით, ჯვრით დადის და ქადაგებს წმინდა ბრძოლაში, რომ ეს უნდა დავამარცხოთ თურქი, ფაშინიანი, ასე შემდეგ. ეს ჩაიშალა, არ გამოვიდა საზოგადოების ხარდაჭერა. ეხლა დაიწყო საუბარი, რომ მოდით გარეგინ მეორე წარვადგინოთ პრემიერ-მინისტრად.
და როცა ეს გასაგები იყო და ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით ასევე სომხურ საზოგადოებასთან, რომ ეს არის სომხეთის ირანიზაციის გეგმა, ანუ რელიგიური, ქრისტიანული რაღაცა კვაზი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში იქნება და გუბერნია. Ფაშინიანმა როცა ეს საფრთხები დაინახა იმ ფონზე, რომ საზოგადოებაში მზაობა არის, დაარტყა სწორად მიზანმიმართულად და ვფიქრობ ამიტომაც გაამართლა, იმიტომ საზოგადოება მზად იყო ამისთვის. კი ბატონო, მე მესმის რომ ძალიან ბევრი თემა ამ ყველაფერთან დაკავშირებული და ბევრი მიმართულებით შეიძლება განვავითაროთ ეს დისკუსია, მაგრამ ხო რაღაცა ჩარჩოში ასე ვთქვათ მოვაქციოთ და შემდეგ გავაგრძელოთ და ეხლა მინდა რომ შეჯამებისკენ წავიდეთ რა ხდება ისტორიულ პერსპექტივაში და შეიძლება თუ არა ვთქვათ რომ რუსეთი ეხლა უკიდურესად სულელურად იქცევა. ანუ ის ორი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მას ქონდა გარანტირებული. ასე ქონდა, აი ძალიან ქედმაღლურად ჩემი აზრით ამას უყურებდა რომ ეს ორი ქვეყანა ჩემია და ეხლა საქართველოს ჯერია, ეს უნდა დავიმორჩილო, მუხლებზე დავაყენო. და კიდევაც ასე გააკეთა ქართული ოცნების ხელით და სამხრეთ თლიანად ეს რეგიონი იქნება ჩემი და ამას გავაკონტროლებ ყველაფერს მე. მხოლოდ საქართველოა მოსარჯულებელი და ამ დროს როცა საქართველო მოარჯულა, აი ესეთი მოვლენები ხდება აზერბაიჯანში და სომხეთში. აი სად დაუშვა შეცდომა, რატო დაუშვა შეცდომა და რამდენად შესაძლებელია რომ ეს მოვლენები ეხლა შეუქცევადი გახდეს თუ რუსეთი შეძლებს მაინც ამის იმ ძველ კალაპოტში მოქცევას. ისტორიაში არის ძველი სტრატეგიული გეოპოლიტიკური ინტერესები, არის იდეოლოგიებიც, აი წეგან თქვი რომ რუსეთმა პუტინმა იდეოლოგიის სასარგებლოდ გააკეთა. ანუ დასავლეთია მტერი, დასავლური ცივილიზაცია მტერი და ყველა ასე ვთქვათ კვაზი ავტორიტარიზმი არის სამეგობარი. ვერ გაითვალისწინა, ანუ 2020 წელს პუტინს ანუ შეიძლება დაგეგმილი ქონდა უკვე 2022 წელს უკრაინაში შეჭრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაში დარწმუნებული იყო, რომ ეს რაღაცა ხანგრძლივ ომში არ ჩაერთვებოდა და ამით აზერბაიჯანი ვერ ისარგებლებდა და ასე შემდეგ. ასევე ის რომ 2020 წელს აი ამ ალიევის მიშვებით ყარაბაღზე მას იმედი ჰქონდა რომ ფაშინიანს ჩამოაგდებდა. ბუნებრივია იმედი ჰქონდა, იმიტომ რომ შეხედეთ რამეს გავუძლო, აი მინდა რომ ეს თემა გავაგზავნო, რაზეც დათომ და გიორგი მისაუბრეს, რამეს გავუძლო ფაშინიანს, წარმოუდგენელ რაღაცას გავუძლო. ერთი, ომში დამარცხებული ინარჩუნებს ხელისუფლებას, ანუ სომხური საზოგადოების იდენტობის ფაქტობრივად სამი მთავარი მარკერი ან ბოძი არსებობს. ერთი ეს იყო ყარაბაღი და ეს ყარაბაღი, მორჩა დამთავრდა, თან ფაშინიანის ხელში დამთავრდა ეს ყველაფერი. მეორე ეს არის გენოციდი და გენოციდზე ფაშინიანი ამბობს, რომ ეს აღარ არის აღიარება, აღარ არის სომხური სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი და მესამე სარწმუნოება. ხო, ანუ ამ სამივე მიმართულებას ფაქტობრივად გეზი შეუცვალა და ეს სამი მიმართულება დატოვა რუსების ასე ვთქვათ პროპაგანდის იარაღად და ანუ დიდი იყო ალბათობა რომ რუსეთს ეს სამივე დაეხვია ხელში რომ ომი წააგო, ყარაბაღი წავიდა, გენოციდს აღარ აწვება, გენოციდის აღიარებას კათოლიკოსთა ეკლესიას უტევს და ამ კაცს წააქცევენ, ხო თითქოს. მაგრამ შეხედე რა ხდება, რამდენიმე ანუ ძალიან ძლიერი ფაქტორი აღმოჩნდა ფაშინიანის მხარეს. ერთი რომ მისი ალტერნატივა არის სრული ჭაობი და ეს ჭაობი თან ტრავმა არის რა, ეს ანუ ახალი კი არ არის, ძველია და იციან ქოჩარიან და სარვისიანი გამოცდილი ამბავია რა. ესა გუშინდელი დღე არის და გვახსოვს და არ გვინდა. ეს ერთი, მეორე, როცა ხელისუფლებაში ხარ, კონტროლი შენს ხელშია და შეგიძლია სწორი ნარატივით წარმართო საზოგადოების რობერა, აი მე ერთ რაღაცას გავიხსენებდი. აი 2000-თან რუსები ამას აკეთებენ ძალიან ვულგარულად ამ ყველაფერს, ხო? ცუდად აკეთებენ. აი 2006 წელს როცა აქტივისტების გარეშე, რომ აი გამცირებენ. აი 2006 წელს საქართველოში მოხდა ეგეთი რაღაცა, როდესაც
ორი გასადენი ააფეთქეს ძირითადით და სათადარიგოც და გადამცემი ელექტროგადამცემი ხაზები და ჩვენ რო 90-იან წლებში გამოვლილ ხალხს რო ისევ ნავთის რიგებში მოგვიწია ჩადგომა, მაგრამ ხალხმა ხო გაიგო რომ ამას სპეციალურად აკეთებს რუსეთი, იმიტომ რომ მე გამოვარდე და ჩემი ხელისუფლება დავამხოდა. როცა ხელისუფლებამ თქვა რომ არა ხალხო რუსები ამიტომ აკეთებენ ამას რომ თქვენ გამოვარდეთ, ჩვენ პირიქით ხელისუფლების გვერდში დადგა მთელი საზოგადოება. ესე მოხდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ნათელი იყო რუსეთის ხელი და ეს ეკლესიის ამბავი, რომ როცა დაინახა რუსეთმა რომ ქოჩარიანით ეს ამბავი არ გამოვა, შაშან და მე მინდა აქ ძალიან ასე რომ ვთქვათ, კაფეო დავინახოთ პარალელი. 2024 წლის აპრილში, როცა კოორდინირებულად მოხდა ყირგიზეთში რუსული კანონის შეტანა, საქართველოში გააქტიურება ამ საკითხის ოკუპირებულ აფხაზეთში და ნუ ეხლა ბუნებრივი ამას სომხეთში ვერ შეიტანდნენ, იმიტომ რომ სომხეთში ხელისუფლება არ არის პრორუსული, ხო? ანუ ეს სამი ქვეყანა ხო უნდა ჩაიდონ ჯიბეში, აი ამ იმით, ანუ უბრალოდ ორი ქვეყანა პლუს ოკუპირებული აფხაზეთი, ხო უნდა ჩაიდონ ჯიბეში ამ რუსული კანონის ინიციირებით. ხოლო სომხეთში უკვე აი ამ სიუნიქის ეპისკოპოსს დააწყებინეს რევოლუციურ, ანუ რევოლუციის მცდელობა იყო 24 წლის აპრილ-მაისში სომხეთის კონტრრევოლუციის პრინციპში და ანუ ფაშინიანმა შეძლო ამას გამკლავებოდა რამდენიმე ფაქტორით, როგორც ვთქვი, რომ სწორი ნარატივით, რუსეთის უხეში ქმედებით, იმითი რომ მისი მოწინააღმდეგე და ალტერნატივა იყო საშინელება და ნუ დაიჭირა ხელისუფლება. თუმცა არის ერთი ფაქტორიც და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესე ცალსახა ფაშინიანისადმი მხარდაჭერა სომხეთში კი არ არის, არამედ ცალსახა არის მისი მოწინააღმდეგეებისადმი ანტიპათია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კრიტიკაც ისმის, ხო, ხლა ფაშინიანს უწევს მათ შორის უხეში რაღაცეების კეთებაც, იმიტომ რომ ნუ სულთა ხელთათმანებით ამ KGB-ს და FSB-ს ხალხს ვერ ებრძვა, ხო და ისმის, ანუ მას ასე რომ ვთქვათ, დემოკრატიული მხრიდანაც ხვდება კრიტიკა, რომ ესე იქცევი, ხო? და ეს გასაგებია, მაგაზე ერთგვარ შორის მინდა მე ეს გადაცემა გავაკეთო პარალელები, რაც ხდება ახლა სომხეთში და რა ხდებოდა საქართველოში და შედარება პაშინიანსა და სააკაშვილის შორის. აშკარა არის, რომ ფაშინიანს სააკაშვილის და ქართული დემოკრატიის ისტორია გამოადგა ესე იგი უებარ წამლად და გაკვეთილად. ანუ ჩვენს გაკვეთილზე ისწავლა ბევრი იმიტომ რომ რაც არ გააკეთა იმ ხელისუფლებამ 2004 წელს იმას აკეთებს ფაშინიანი. თუმცა მაშინ რუსეთი სხვა იყო, დასავლეთის განწყობა იყო სხვა რუსეთის მიმართ, რუსეთი იყო აღმავალი სახელმწიფო, მის მიმართ იყო ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება დასავლეთში, იმედი, მეტი დამოკიდებულება მასზე, ანუ სააკაშვილს ძალიან არ გაუმართლა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რაც იყო და რომელიც იყო მაშინ რუსეთის სასარგებლო. არა, ნუ რაც უნდა ექნა ეხა ამ არა, მაგრამ ეს 2004 წელსაც ჩანდა ეს. იქ ეხა ვასილი კობახიძე იყო, სხვები იყვნენ, რომლებიც ძალიან მკაფიოდ განმარტავდნენ ყველაფერი მას, რაც ხდებოდა 2004 არა, მაგრამ მე მიშას დასაცავად ამას ვიტყვი, რომ განსხვავებული საგარეო ფაქტორები იყო. არა, იყო რა თქმა უნდა. იყო და რუსეთი იყო განსხვავებული აღქმაში დასავლეთის მხრიდან და არ იყო უკრაინის ომში. რუსეთი არა მარტო აღმავალი იყო მაშინ, არამედ ჰქონდა კარგი ურთიერთობები დასავლეთთან. ეს ფუძდება 2005-დან იწყება გაფუჩება. 2003-ში პუტინს არ ახასიათებდა ალერგია ფერადი რევოლუციების მიმართ, ეს დაიწყო უკრაინიდან. თორე აქ მას ყველაზე მეტად რაც დამოკიდებულებას რაც უყალიბდა და ეს იყო სიძულვილი შევარდნაძის მიმართ. მას არანაირად არ უნდოდა შევარდნაძის დაცვა. იმიტომ რომ ეს პიროვნული იყო, იმიტომ რომ მას მართლა მიაჩნდა საბჭოთა კავშირის დანგრევა, უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად და მას მართლა მიაჩნდა რომ გორბაჩოვი და შევარდნაძე ამაში იყვნენ პერსონალურად დამნაშავეები. 2004-ში და სადღაც 5-შიც იგი არ იყო ცალსახად, თქვათ, აი ვარდების რევოლუციის. ანუ 2000 მისი პირველი პუტინის პირველი ვარდა იყო
ანუ ლიბერალური სხვა იყო მისი 2007 წლის შემდეგ შეიცვალა მიუნხენის ახლა მაგრამ 7 წელს განაცხადა მიუნხენის უშიშროების კონფერენციაზე და გარდა ამისა დაიწყო რუსეთმა გამდიდრება ნავთობის ხარჯზე და გამდიდრებასთან ერთად გაიზარდა მისი მადა და მისი შეხედულებები, თორე 2000-იანი წლების დასაწყისში თუ 90-იანი წლების ბოლოს პუტინი რომ მოისმინოთ რას ლაპარაკობდა უკრაინაზე, გეგონებათ რომ ეხა ორეული ამბობდა რომ რა უკრაინა და რა ყირიმი და რას ამბობთ ხალხო ჩვენ როგორ უნდა ყირიმი ეკუთვნის უკრაინას და ჩვენ უნდა პატივისცეთ უკრაინის სუვერენიტეტს. Крым это часть украинского государства, и мы не можем вмешиваться во внутренние дела другой страны. ხო, მოკლედ, რო არ გადაუხვიოთ თემას, შეიძლება. ეხლა სომხეთში ამბობენ, რომ ჩვენ არ დავუშვით ივანიშვილი ორი გეგმა. კონკრეტულად სამველ კარაპეტიანის ხო, აი კარაპეტიანი რითი განსხვავდება ივანიშვილისგან? ძალიან საინტერესოა, პრინციპში ძალიან ცოტა რაღაცით, იმიტომ რომ სამველ კარაპეტიანი ეხლა არასდროს არ ყოფილა პოლიტიკაში, არის რუსი ოლიგარქი, რუსეთში იშოვა თავისი ფული. და შესაბამისად გააჩნია ვალდებულებები, ჩვენ საერთოდ ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია მის მიმართ, იმიტომ რომ სომხური საზოგადოება პატარაა და საერთოდ ჩვენ ვიცით რა განწყობები ქონდა მას და მის ოჯახს. და რას გულისხმობ? პირველად ჩაერთო ეხლა პოლიტიკაში, როცა ფაშინიანმა დაიწყო უკვე გარეგინის, ანუ კტრიჩნერსენის წინააღმდეგ ეს ბრძოლა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ პრემიერობას აპირებდა კტრიჩნერსიანი, მათ შორის ჩამოდის სომხეთში პირდაპირ მიდის და ხვდება კტრიჩნერსიანს და ეუბნება, რომ ეს პატარა მცირე ბანდა, რომელმაც სომხეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩვენ ამას სხვანაირად მოვუგვარებთ საკითხს. ამის მერე პირდაპირ შეიძლება თქვას, რომ ცოტა გადაჭარბებული ნაბიჯი არის, რა თქმა უნდა, ამ განცხადებების ფონზე, მაგრამ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. ამის მერე აკავებენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის, თუმცა მერე ფაილებში ჩნდება, რომ თურმე როცა ეს შეერაღებული ჯგუფები უნდა შეჭრილიყვნენ თავრობის შენობაში და სადაც დღეს გაჩნდა, რომ საერთოდ პარლამენტის წევრები განიხილავდნენ, რომ იქნებ პარლამენტში ერთდროულად ფაშინიანი, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ერთდროულად დავიჭიროთ და მოვკლათ და შესაბამისად მოგვარდება ეს საკითხი. ამავდროულად საუბარი იყო ელექტროენერგიის გათიშვაზე მთელ ქვეყანაში და სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის ენერგო გადამცემის სისტემა, ეკუთვნოდა უკვე. ნაციონალიზაცია მოახდინა პარლამენტმა დაამტკიცა. ხო, პარლამენტმა დაამტკიცა კანონები, რომელიც საჭიროა რომ ნაციონალიზაცია მოხდეს. ესეც შეიძლება ბოლომდე არ არის ლიბერალური ეკონომიკის ნაწილი მაგალითად, მაგრამ დღეს ვითარება იმაში არის, რომ პირდაპირ თქვეს სამველ კარაპეტიანის 3.2 მილიარდი გააჩნია, რომელიც ქონება დასავლეთში, საფრანგეთში მაგალითად არის სანქციების ქვეშ და გაყინულია, რომელსაც გააჩნია ქონება რუსეთში და სომხეთში, მას პრაქტიკულად აი ჩვენ კარგად ვიცით ეს ამბავი, იმიტომ რომ მისი სისტემა საკმაოდ დიდი არის, ანუ რაღაც საგვარეულო და ნათესაობრივი სისტემა აქვს აწყობილი მათ შორის სომხეთშიც, უკაცრავად რუსეთში ბიზნესის. არ უნდა ჩართვა პოლიტიკაში, აი კატეგორიულად არ უნდა. მაგრამ ჩართეს. მას ჰქონდა ერთადერთი რომ სომხური ეკლესიის იყო ქველმოქმედი. ხო, რა ეცნობა ქველმოქმედი და ეხლა რომ ჩართეს პოლიტიკაში, როგორც დიდი ეკლესიაც ხო არა გაშენებული. არ ვიცი, ეკლესიას ეხმარება და საერთოდ იქ რაღაც ეკლესიური სტატუსიც მისცეს მას, ანუ რაღაც პატივსაცემად მოკლედ და მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც კი ის ერთვება პოლიტიკაში და გასაგები ხდება რა მიზნები გააჩნია, ფაშინიანი ამ შემთხვევაში ამ საკითხს აგვარებს, იმიტომ რომ დღეს საინტერესოა სამველ კარაპეტიანი აღმოჩნდა 2 ცეცხლს შუა. თუ რუსეთში დარჩებოდა და ანუ არ დაეხმარებოდა რუსეთის უშიშროების ბრძანებას, რომ წადიდა სომხეთში, ჩაერთე პოლიტიკაში და კტრიჩნერსიანთან, ანუ ჩვენ აგენტურას დაეხმარე. პრაქტიკულად მას რუსეთში გაანადგურებდნენ და ქონებას წაართმევდნენ. მანამდე მთელი ქონება დასავლეთში რაც ჰქონდა, უკვე სანქციების ქვეშ არის, იმიტომ რომ არის რუსი ოლიგარქი და პუტინის ოლიგარქიული სისტემის ნაწილი და სომხეთში რომ თუ მოვიდოდა და მოვიდა საბოლოო ჯამში და ჩაერთო ამ პოლიტიკაში, ერთი რომ დაიჭირეს და მეორე რომ მთელ ქონებას ართმევენ. შესაბამისად, აღმოჩნდა რომ რუსი ოლიგარქი, რომელმაც სხვა მაგას ჭადრა. უბედური კაცი ყოფილა. ყველაფერი ქონდა აწყობილი ცხოვრებაში, ძალიან კარგი ცხოვრება. და როგორ გაუმართლა თურმე ივანიშვილს? მაგრამ მაინც განსხვავებული, ანუ აქედან ჩნდება კონტექსტი, რომ თურმე ჩემი შეფასებით მინიმუმ შეიძლება ივანიშვილი ზუსტად ამ ვითარებაში არის. ერთი მხრივ ეხლა რასაც აკეთებს დასავლეთის მიმართულებით კატასტროფაა მისთვის, იმიტომ რომ ყველანაირად არ აწყობს და ეს მატულობს ეს პრობლემები დასავლეთთან, მაგრამ ეთყობა იქედან ისეთი პრობლემები და მუქარებით ემუქრებიან რუსეთიდან, რომ სავარაუდოდ აი ამ სამველ კარაპეტიანის მსგავს სიტუაციაში არის. მე მაინც იმ აზრისკენ ვიხრები პირადად, რომ მისი სიშლეგე და პარანოია და მისი ფულის რაღაცა დაბრუნების, რაღაცა ფანტომური ფულის დაბრუნების სურვილი
ხო, უფრო წამყვანია, თუმცა მეორეს არ გამორიცხავს აბსოლუტურად გეთახავთ. მოკლედ, ეხლა შევაჯამოთ არის თუ არა შეუქცევადი პროცესი და რაც მთავარია ჩვენთვის ეს რას ნიშნავს? აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის გადამწყვეტი შეიძლება არის ალიევის ანუ დღეს ეხლა ბურთი არის მის მოედანზე რა. ანუ ფაშინიანის საგარეო პოლიტიკური ხედვა და პოზიცია არის ცალსახაზე ცალსახა ცხადზე ცხადი. მოკლედ კაცი დაერია ამ რუსეთის აგენტებს და დაასდევს რასაც ქვია ბუზის საკლავით. მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებს, ხო, აი პიროვნული დამცირების ხარჯზეც თქვა ამას წინათ დავწერე, რომ იქ რომ მოდიყავა დავლიოთ ამ კაბერების წინ რო ეუბნება, ჩავიდა თურქეთში. ეს სომხეთის ლიდერის მხრიდან იოლი ამბავი არ არის რა, რომ ერდოღანს იახლე თურქეთში და იქ ყავასვი საჯაროდ ალიევთან ერთად. არ არის, მაგრამ ამ კაცმა იცის, რომ პრაგმატულად რა სჭირდება სომხეთის უსაფრთხოებას, ანუ ამ მის პოზიცია არის ცალსახა. ახლა ჩვენ უნდა დავინახოთ პრინციპში 2023 წლის მერე სულ მაგას ვამბობ რა რომ ახლა უნდა გადაწყვიტოს ალიევმა სომხეთი მას სჭირდება პარტნიორად თუ მტრად ტრისხატად ხო ანუ არის რამდენიმე მომენტი რატომაც შეიძლება ტრისხატად შეიძლება სჭირდებოდეს იმიტომ რომ სომხეთს ჯერ კიდევ უსაფრთხოების ქოლგა არ აუშენებია თუ რუსეთის ქოლგა მოშორებულია მეტნაკლებად ახალი ქოლგა ჯერჯერობით არ არსებობს და შეიძლება ქონდეს თუნება რომ სომხეთის სისტემები გამოიყენოს შეიძლება ან ყველა დიქტატურულ რეჟიმში სჭირდება მტრისხატის შენარჩუნება სჭირდებოდეს ანუ ამ სომხურს აზერბაიჯანის საზოგადოებაში სომხური მტრისხატი არის და რატო შევეხო ამას მაგრამ მეორე მხრივ ახლა პოზიტიური დინამიკა რასაც ვხედავთ ხო რომ ანუ ეს სპირალი კაცო არ ჩერდება აზერბაიჯანულ-რუსული დაპირისპირების სპირალი არ ჩერდება და თუ ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს თუ თქვათ აი პიროვნულ დონეზე არ დაკავშირდებიან ალიევი და პუტინი და აი არ ჩაერევიან რომ აი გავაჩეროთ ეს და ვითომ არაფერი ყოფილა ხო მაგრამ არ უგავს ამას ანუ ამის საფუძველს ასეთი პირი არ უჩანს ამას და ამის საფუძველს ასევე იძლევა ის რომ ისტორიულად აზერბაიჯანი არ არის პრორუსული ქვეყანა როგორც საქართველოს არ არის პრორუსული ქვეყანა აი თქვა საქართველოს და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკები არ ყოფილან პრორუსულები განსხვავებით სომხეთისგან საქართველოს და აზერბაიჯანი 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში არ ყოფილან პრორუსულები ხო ანუ აზერბაიჯანის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს ანტირუსულ პოზაში და ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგი რუსეთი ჯერ ასერჩის ამ სომხეთს რუსეთიც ჩაანაცვლოს მტრისხატი თუ მაინდამაინც მტრისხატი ჭირდება ხო და ანუ ძალიან კარგად შეუძლია ამის აღდგენა ამ მტრისხატის და მისი შექმნა გამოუვა ალიევს არ გამოუვა ერთად დაუპირისპირდა რუსეთსა და სომხეთს. არ გამოუვა, უბრალოდ ეს შეუთავსებელი იქნება მის წარმატებასთან, ანუ მის ფიასკოს გამოიწვევს. შესაბამისად, თუ ის ერთი რაღაცა გამოგჩა სოთაშორის ამ კონტექსტში საუბარზე ამდენი ხანია ვლაპარაკობ. 2019 წელს რო ალიევმა ჩაკეტა საზღვარი და ნუ გასაგებია 19 წელს ჩაიკეტა კოვიდის გამო, მაგრამ თუ 20 წელს, მაგრამ 22 წელს ხო კოვიდი დამთავრდა. მაგრამ როდესაც ესე იგი რუსმა ემიგრანტებმა დაიწყეს გადინება ალიევმა ეს რაღაც დროს კოვიდი არის 2025 წელია რა და არ ხსნის საზღვარს ცოცხალი თავით იმიტომ რომ რუსები არ შემოუშვას და ეხლა რუს მოქალაქეებს დაასდევენ კუჩი სათითაოდ აზერბაიჯანში და ჩხრეკვები არის საბუთების შემოწმებები არის და ასე შემდეგ ამიტომ აი ეს რუსულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება აჩენს რეალურ შესაძლებლობას რომ როგორც იქნება ბოლოს და ბოლოს ალიევმა ხელი მოუწეროს სომხეთს სამშვიდობო შეთანხმებაზე და გაჩნდეს კავკასიაში რაღაცა ერთიანი სივრცის შექმნის შესაძლებლობა ხო ნუ ამ სივრციდან საქართველოს ჯერჯერობით ამოვარდნილია იმიტომ რომ ნუ აქ რუსული რეჟიმი ყავს მაგრამ შეხედეთ თუ სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ანტირუსული განწყობის ქვეყნები ეხლა რას ლაპარაკობს ისე დღეს აი ანუ ისტორია ეგეთი რაღაცა არის ხო ისტორია ეგეთი რაღაცა არის რომ ხო მოულოდნელობები და ეს ბევრი რამ ხდება პარადოქსული ამ ისტორიაში ეს უკვე ჩემს პოდკასტში მაგრამ საქართველოს ყველამდე არის დაინტერესებული თქვათ აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობით იმიტომ რომ გაზი იქიდან მოგვეწოდება ნავთობი იქიდან მოგვეწოდება ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი არის ქვეყანაში და რბილად რომ თქვათ საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს ალიევს საქართველოსზე
ასევე ირანთან ტრანზიტის თვალსაზრისით სომხეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არის საქართველოსთვის და სომხეთიც ბოლოს და ბოლოს არის იმპორტიორიც, ექსპორტიორიც და როგორც სავაჭრო პარტნიორის, ისე სატრანზიტო პარტნიორი საქართველოსთვის, ხო? ამიტომ ეხლა ჩვენ აქ პირდაპირ რაღაცა რუსული თამაში ვითამაშოთ, რასაც ბოლო თვეებში თამაშობდა აი ამ სომხური ტვირთების შეკავების ხელოვნურად შეჩერების თვალსაზრისით ქართული ოცნება, ეს არ გამოვა. ეს არ თამაშობდა რა, თამაშობს. ხო, საერთოდ გააქტიურებული აქვს ბოლო ინფორმაციით, ბოდიში ჩაუჭერი, ალკოჰოლი ხო თვენახევარია დგას აპრილის შუა რიცხვებიდან. ბოლო ერთ კვირაში როგორც რუსთავში ამობენ, ყვავილების და თევზეულის ტრანზიტიც არის დე-ფაქტო. შეხედა ახლა აქ რა ხდება, სომხეთში ხომ მიმდინარეობს სპეცოპერაცია რუსული ხელისუფლების დასამხობად. ფაქტობრივად, ჩვენ ეს შეგვიძლია ამ კონტექსტში განვიხილოთ, რომ აი ამის მონაწილე როგორც რუსული ძალა ხდება ქართული ოცნება, გინდა არ გინდა. რუსეთი ამით რეალურად აფრთხილებს ფაშინას, რომ მე შემიძლია საქართველოს მეშვეობით ბლოკადა მოგიწყო. კი, მაგრამ აქ თუ აზერბაიჯანის შემოვიდა სამხრეთ კავკასიელები მეზობლების მხარეს, ანუ ქართული ოცნება უკვე აზერბაიჯანს გავშანტაჟს ვერ შესთავაზებს, ის სხვა ძალა არის, ხო? დიდი პატივისცემის მიუხედავად ხა სომხეთისადმი, ეკონომიკურად და ენერგომატარებლების მხრივ სულ სხვა ძალა აქვს აზერბაიჯანს. ბერკეტი აქვს, ხო, ცალსახად. ხო, რა თქმა უნდა. თურქეთს მით უმეტეს, სადაც ახლა საუბარია, რომ იქნებ საზღვარი გაიხსნას. ხო, მოკლედ ძალიან ჩვენ ვართ ახლა მოწმე დიდი ისტორიული პროცესის და შემოbrunების. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება რომ ეს პროცესი ისე უკან დაბრუნდეს, ანუ შეუქცევადი არ იყოს, მაგრამ დიდი შანსია რომ შეუქცევადი იყოს და აბსოლუტურად ახალ ისტორიულ პროცესებს უყურებდეთ ახლა. დათო შევაჯამოთ და ამით დავასრულოთ. თუ ეს პროცესი არ წარიმართა რაღაცნაირად აი რუსეთისათვის ალტერნატიული, სტაბილური, განვითარებადი აი რეგიონის, ერთიანი რეგიონის ჩამოყალიბების მიმართულებით ეხლა ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ აი ლიდერებისა და ადგილობრივი ელიტების პასუხისმგებლობა. ანუ ისინი არ გამოიყენებენ შანსი არის ამის, შანსი არის კი რა, კარგი პროცესების დაწყება. არის სისტემური მოცემულობები ისეთია, რომ რა თქმა უნდა, საკუთარი მოსახლეობისთვისაც და ბევრად უფრო გავლენიანი მოთამაშეებისათვისაც მსოფლიოში ჯობია რომ შეიქმნას აქ რაღაცა სწორედად სამხრეთ კავკასიური რაღაცნაირი აი შეხმატკბილებული მეტნაკლებად ჰარმონიული რეგიონი. რატო? იმიტომ რომ ის ძირითადი მოთამაშეები, ვისაც დიდი ციფრები მეტყველებენ, რომ ძალა მათ ხელშია, ეს არის და ევროკავშირი და ამერიკა, რაც არ უნდა დღეს შეიძლება ნელა პასიურად იქცეოდეს და განსაკუთრებით თქვათ ტრამპის წინააღმდეგობრივი ქმედებებიც არ არის მაინც და მაინც სახარბიელო ამისათვის, მაგრამ მთლიანობაში სისტემურად ისინი არიან წამყვანი მოთამაშეები და მათ ხელში არის რბილი ძალა, ანუ მიმზიდველობა, ხო? ეს რბილი ძალა რუსეთში არის მხოლოდ რაღაცა პროფანაციის სახით. რომ რბილი ძალის საფუძვლები არის სამი რამე, არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ეს ამით თქვა დასავლეთი ხდება მომხიბლავი, ეს უნდა პრინციპში საზოგადოებებსაც. მაგრამ ნუ ელიტებს ყოველთვის ეს არ აწყობს და იწყება манипуляციები ძალაუფლებისთვის ზრუნვა და აი ჩვენ ამის მსხვერპლი ვართ მთლიანობაში. ეხლა ამ ეტაპზე, მაგრამ ნუ ეს ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად. ისე ვიმეორებ, შეიძლება ეხლავე ამ თქვათ ლიდერების ხელში ეს პროცესი არ დასრულდეს და გაგრძელდეს, ღმერთმა დაიფაროს უსურვებ წარმატებას პაშინიანსაც და ალიევს კი დანახვას, რომ პრინციპში პაშინიანთან თანამშრომლობა ჯობია ყველაფერ დანარჩენს და მაგრამ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს, ხო? დიდი იმედია აქ მოკლედ რუსეთის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე, მისი რაღაცა სიბრიყვეზე, რომელსაც უშვებს და უშვებს, იგივე ამერიკასთან ურთიერთობაში ხა რა ქნა, ხო, ტრამპს ელაპარაკა და მეორე დღეს ისე დაბომბა კიევი, რომლის მსგავსი ბოლო პერიოდში არ ყოფილა, ხო, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის დრონები და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. და ანუ ძალიან ცოტა აკლია როგორც უყურებთ ტრამპს რომ აფეთქდეს უკვე დღეს გააკეთა ძალიან უკმაყოფილო განცხადება ხო
ანუ ვიცი მაგის აფეთქებას ხო არ ვიცით მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ტრამპი აფეთქდეს. პირდება თითქოს ზელენსკის ყველაფერს აუკეთესოს და მე 2 წუთში მერე ეს ჰეშტეგი აკეთებს რაღაცა თუ რა გვარია ჰექსეთი ხო ჰაშტაგი აკეთებს განცხადებას რომ ესე იგი მცირდება არა ეს გააკეთებს მოადგილებ და ამას დიდი ამბავია ატეხილი არა ეს პატარა რეპლიკა მინდა ვთქვა რომ ანუ როგორც ისტორიკოსმა დაასრულა რამდენჯერმე თქვი რომ აზერბაიჯანის ანტირუსული დნმ შეიძლება 20 წელი მიძინებული იყო მაგრამ დაბრუნდა ეს ანტირუსული დნმ საქართველოს არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე ყოფილა აზერბაიჯანში ერთი რისკი არსებობს ანტირუსული დნმ უნდა იყოს იმისათვის რომ წარმატება იყოს შეუქცევადი უნდა იყოს შეჯვარებული დემოკრატიულ დნმ-თან და მე აი ამას ვერ ვატყობ და ესეც სერიოზულად ასე ვთქვათ სისტემურ ხარვეზად მიმაჩნია რომ პარალელურად აზერბაიჯანში არის ავტორიტარიზმის არა რა თქმა უნდა ეხლა მაგრამ აზერბაიჯანი ჩვენ ისეთ უნდა მივიღოთ როგორიც არის ხა მეც მინდა დემოკრატიული და ნატოს და ევროკავშირზე ორიენტირებული აზერბაიჯანი მაგრამ პრორუსულ და დიქტატორულ აზერბაიჯანს ჯობია ანტირუსული და დიქტატორული. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს აზერბაიჯანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კი. თუ შეიძლება შეჯამების სახით ბოლოს რამდენიმე დღის წინ დავწერე და ალბათ ზუსტად იგივეს ვიტყვი აქტუალურს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველანაირი პატივისცემით არა მხოლოდ ორი მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიური ერების მიმართ, ჩემი შეფასებით კავკასიაში რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში ყველაზე მამაცი ყოველთვის იყო ქართველი ერი და ვფიქრობ ჩვენ აი ამ ვითარებაში ვართ ახლა, სადაც დასამტკიცებელი გვაქვს კიდევ ერთხელ ეს და რა თქმა უნდა ისტორიული კატასტროფა არის ახლა რა ვითარებაში ვიმყოფებით იმ კუთხით რომ ყველაზე რთულად საქართველოში არის ვითარება საოცრება რომ საქართველოში არის პრორუსული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და სომხეთი იბრძვის გააფრებით რუსეთის გავლენების წინააღმდეგ და იგივე პროცესები დაიწყო აზერბაიჯანში. საქართველოში გვაქვს გასაკეთებელი დიდი აი ხა გიორგი მესაც სიტყვა თქვა რომ ჩემ პოდკასტში რომ ვიყოთ ჭიხის მინიჭახუნებას და მე და შემოიტანე მოკლედ დიდი მადლობა. მე ჩვენი პროდიუსერია. მაგრამ ღვინო არ შემოაქვს. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი არაჩვეულებრივი დისკუსია გამოგვივიდა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი თუმასიანი, გიორგი დარჩიაშვილი, დათო დარჩიაშვილი. ფელიქსა დათოს მეძახი და ბოლოს და დასაწყისში გიორგის და რა თქმა უნდა. დასაწყისში გიორგი თუმასიანი, დათო დარჩიაშვილი, ბეკა კობახიძე არიან, იყვნენ ჩვენთან ერთად. ბეკა ირაკლია. კარგი, კიდევ ერთხელ დავასრულოთ. მოკლედ, გიორგი თუმასიანი, დათო დარჩიაშვილი, ბეკა კობახიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და ასევე შეგახსენებთ რომ აუცილებლად დაალაიქეთ ჩვენი პოდკასტები, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე და იაქტიურეთ ასევე კომენტარებში, რადგან ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩვენი პოდკასტები და კიდევ ერთხელ ვიტყვი თუ ამ შემთხვევაში დაგაინტერესათ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობებმა აუცილებლად ნახეთ ბექას ყველა პოდკასტი, მაგრამ ამ შემთხვევაში გირჩევთ სომხეთის გენოციდზე არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო პოდკასტი იყო, ვერ მოვწყდი ისეთი საინტერესოა, ასე რომ ამ გადაცემის შემდეგ თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ ბექას ეს პოდკასტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.